საღამოშვიდობისა, კეთილი დაბრუნება პარაბელუმზე. დღეს ვისაუბრებთ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე, რომელიც გრძელდება. ამიტომ ვისაუბრებთ ტაქტიკურ საკითხებზე. დიოგო გარსიას ბაზაზე რაკეტები, F-25-ის ცნობილი რაკეტა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. რადგან ბევრი რამ ხდება, როგორც საზღვაო ქვეითების გაგზავნა, ასევე ტრიპოლის გემი, რომელიც სწორედ დიოგო გარსიაში მივიდა. ასე რომ ის სხვა ორ გემთან ერთად რეგიონს უახლოვდება. სამიზნეების შერჩევა შეიცვალა. ბოლო 62 საათში ამერიკელები და ისრაელელები აქტიურად ურთყამენ ირანის სახმელეთო ძალებს. ასევე მართალია, რომ საზღვაო ძალები პრაქტიკულად აღარ არსებობს. საბოლოოდ მათ გაანადგურეს 140-ზე მეტი როგორც მცირე ისე ზედაპირული ფლოტის გემი, მაჯორე. ასევე სტრატეგიაზეც ვისაუბრებთ, როგორც წინა ეპიზოდებში. ჩვენ თქვით, ირანის სტრატეგია სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დართმა, რათა მათ ზეჭოლა მოახდინონ შეერთებულ შტატებზე. ეს დაახლოებით 2 დღის წინამდე მუშაობდა. მას შემდეგ რაც რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის კატარმა და სხვებმა იჩივლეს იმაზე, რომ ზოგიერთი სისტემის, მაგალითად თხევადი გაზის სისტემის ხელახლა ამოქმედებას 3 წელი დასჭირდება. და შემდეგ გაჩვენებთ, რატო ეშინიათ ასე ძალიან, რადგან მათ აქვთ უზარმაზარი სტრატეგიული სირთულეები, რომლებიც დაკავშირებულია გარკვეულ ობიექტებთან, რომლებიც წარმოადგენენ ენერგიის ან დესალინაციის წარმოების 30%-ს მსგავსი რაღაცები. მიმდინარეობს ჩვენი ნათქვამი, ირანის სტრატეგია ამ ქვეყნებს აიჯულებს არა მხოლოდ ამერიკელებზე ზეწოლას, არამედ წითელი ხაზისკენ გადაადგილებას. და გახდნენ თანამონაწილეები მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ამბავი დასრულდეს, რადგან აცნობიერებენ, რომ ამერიკელები ამას ვერ შეძლებენ. აგიხსნით, რატომ რთულია ირანის სტრატეგიის განეიტრალება მხოლოდ საჰაერო ძალებით. მათი ცნობილი გვირაბები და მოზაიკური თავდაცვა. რადგან ყველა ვნახეთ პირველ კვირაში რაკეტებისა და დრონების გაშვების შემცირება, შემდეგ კი კვლავ გააქტიურდა და ეხლა ღმერთმა დაგვიფაროს, ეს აღარ არის ისეთი მასშტაბები როგორც ადრე, მაგრამ მაინც არის 100-მდე დრონი, 30 რაკეტა, მაგრამ ეს მუდმივად ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მუდმივად იყენებენ shoot and scoot-ის ტექნიკას. დამოდიან, ისვრიან და ბრუნდებიან უკან. და ასეთი მათ მართლაც უშასრულო რაოდენობით აქვთ. ჯერ პოლიტიკურ და მარკეტინგულ საკითხებზე დავიწყოთ, რადგან ბევრ სამომზე სპეკულირება სჩვევია და ტრამპის გამონათქვამების მიღმა მართლაც სერიოზული მოძრაობები იყო. ამიტომ ყავს ლეონარდო ლანძარა, ედუარდო ფონტანა ტექნიკურ საკითხებზე და დანიელე მორო ამერიკასთან პოლიტიკურ თემებზე. თქო, დანიელე, დავიწყოთ ტრამპის განცხადებით, სადაც ამბობს, რომ მათ ჰქონდათ ხანგრძლივი და ნაყოფიერი საუბარი ახლო აღმოსავლეთში მტრული მდგომარეობის სულ მოგვარებას. ის ირანელებზე საუბრობს, 2 საათში ირანელები ამბობენ, ჩვენ არავისთან გვისაუბრია და რაღაცა მოხდა. გთხოვთ. მადლობა მოწვევისთვის. მას დავიწყოთ ამით, რადგან ტრამპმა თეთრ სახლში საუბარი 8 წუთის წინ დაასრულა და ისევ ამ თემას დაუბრუნდა. ანუ მან ძირითადად თქვა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მესამე თაობასთან. მან უკვე გაანადგურა პირველი და მეორე რიგი, ეხლა მხოლოდ მესამე დარჩა. მან ეს ჯგუფი აღწერა როგორც მოზარდების ერთგვარი ჯგუფი. ცოტა ფანატიკოსები, მაგრამ როგორც რომში ამბობენ, უბრალოდ ბავშვები. საბოლოო ჯამში თუ სამკუთხედს ავაგებთ, 3 ქვეყანა, რომლებიც ამ მიმართულებით ყველაზე აქტიურები ჩანან, ესენია ეგვიპტე, თურქეთი და პაკისტანი. ჩემი შთაბეჭდილება უყურებ იმასაც, რასაც ვაშინგტონში ამბობენ, არის ის, რომ შეხვედრები ნამდვილად იყო. ალბათ არა პირდაპირი ფორმით. მაგრამ მესიჯი სრულიად ნათელია. ის აღმოჩნდა სიტუაციაში, სადაც როგორც სოციოლოგიური გამოკითხვებიდანაც ჩანს, ბოლო დღეებში ძალიან სწრაფად დაეცა მისი რეიტინგი. როგორც ჩანს, ადრე ის დარწმუნებული იყო, ეხლადი ეს საერთო აზრია, რომ საქმე ვენესუელის სცენარით უნდა გადაეწყვიტა.
მან გააცნობიერა, რომ ამათ არანაირი სურვილი არ აქვს დათმობის. მაგრამ როგორც ჩვენ ამბობდი, არც სპარსეთის ყურის ქვეყნები აცნობიერებდნენ, რამდენად მკაცრი შეიძლებოდა ყოფილიყო ირანის რეაქცია, როცა მას დაარტყამდნენ. ამან მას უზარმაზარი პრობლემა გაუჩინა სპარსეთის ყურეში. და არა მხოლოდ იქ, მაგრამ თქვენ ხედავთ განსაკუთრებით აზიაში რო წასვლისას, ეს ნავთობის, ენერგიის და ასე შემდეგის დეფიციტი მთელ მსოფლიოს აზიანებს. მან ამ შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა და სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, არის საუბრა. მან არის საუბრა ინფლაციაზე და ცხოვრების ღირებულებაზე, რადგან ეს არ აინტერესებს, არც ლიბანზე უთქვამს. თუ გინდათ მერე გავიგოთ. რადგან ტრამპი ხშირად უნდა გაიგოს, არა იმის მიხედვით, რასაც ამბობს, არამედ იმის მიხედვით, რასაც არ ამბობს. მან არ თქვა არც ერთი სიტყვა ისრაელზე, არ უთქვას არც ერთი სიტყვა ლიბანზე. გარდა იმისა, რომ მხოლოდ თქვა, როცა მისცეს საშუალება, ეთქვა 2 წუთი სულ. ცნობილია, რომ ტრამპი ის ადამიანია, რომელიც მაქსიმუმს იტანს სხვისგან. ეს მხოლოდ რამდენიმე წუთია. მან თქვა, რომ ეს ამერიკული ოპერაცია ისრაელელებთან ერთად. ექსეტმა თქვა, რომ უდიდეს წარმატებას ვაღწევთ და ჩვენნაირი კარგები არასდროს ყოფილან. ისინი დაჟინებით ამტკიცებენ, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები ყავთ. მან უბრალოდ თავისი ჩვეულებრივი ხუმრობა თქვა უკრაინაზე, ზელენსკიზე და პუტინზე. მეგონა ამ საკითხს მოვაგვარებდი, მაგრამ ეს ორი ვერ წარმომედგინა, რომ ამბობს, რომ ზძულთ ერთმანეთი, მაგრამ ასე არასდროს ზძულთ. საბოლოოდ ჩემი შტაბ-ეჭდილება ამას როგორც ძველი ჟურნალისტი ვამბობ, ყველა გაგებით ძველი, ის რომ ეს იტალიური საღამო ამერიკული შუადღე დაინახავს რა მოხდება მომდევნო დღეებში. მე ისეთი შტაბ-ეჭდილება დამრჩა, რომ იქ თავი არ მოუჯანყებია, რადგან ობიექტურად ვერ ამბობდა შელძლებ თუ ვერა. ბოლოს კიდევ ერთ ვიტყვი, რადგან თქვენ სამხედრო ექსპერტები ხართ. ანუ როგორც მილკო ამბობდა, მოდიან პარაშუტისტები მოდიან იქ. საკითხი შეიძლება იყოს ზეწოლა ამ მოლაპარაკებებზე, რომლებიც ჩემი აზრით ამ ეტაპზე არაპირდაპირია. და ვინც ამ არხს ადევნებს თვალს, იცის რომ ეს მოლაპარაკებები თუ საერთოდ ხდება, ამ პერსონაჟთან ხდება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეა, მაგრამ ბოლომდე არ არის გასაგები რა დონემდე, ის გავს უიტკოკ კუშნერის დუეტის ირანულ ვერსიას. ისინი ტოტოს და პეპინოს გვანან, სოფლიოს გარშემო აგზავნიან თარჯიმნის და რუკების გარეშე და არავინ იცის რას ლაპარაკობენ. ბოლოს ვიგებთ, რომ ირანელები ბირთულ იარაღზე უარს საერთოდ არ აპირებენ. ამაზე მან 46 ჯერ გაამახვილა ყურადღება. ირანმა ბირთულ იარაღის ქონა უნდა დაივიწყოს. საუბარიც არ არის. ანუ თქვი არა და თქვი არა, დანარჩენი მათი საქმეა. სულ ესაა. მოდით წერტილები დავაკავშიროთ, რადგან ტრამპის ტექსტში კიდევ ერთი მეორე ხარისხოვანი ნაწილი იყო. გახსოვდეთ, რომ მას უკვე დაუგეს მახე, რომ მოსულიყო და ესაუბრა. და შემდეგ ისრაელებმა ისარგებლეს ამით, რომ დაერტყათ მათთვის. ამიტომ ჩემი აზრით ისინი საკმაოდ ახლოს არიან კედელთან. არსებობს უზარმაზარი სტრატეგიული პრობლემა. ეს სისტემები ახასიათებთ ბარეინს, ყატარს, ქუეითს, არაბთა დაერთიანებულ საამიროებს, ისრაელს, საუდის არაბეთს, ომანს, იორდანიას და ერაყს. ისინი ძალიან დამოკიდებულნი არიან ერთ კონკრეტულ ობიექტზე, ანუ ყველას ერთი ობიექტი მაინც აქვს. ბარეინის შემთხვევაში კი 3 ობიექტზეა საუბარი, რომლებიც თითქმის 30%-ს წარმოადგენს სასმელი წყლის, დამწმენდი წყლისა და ელექტროენერგიის. ეს ნიშნავს, რომ თუ ბარეინში ამ 3 ობიექტს დაარტყამ, მათ 30% დააკლებ სასმელ წყალს, დამწმენ წყალსა და ელექტროენერგიის დამომუშავებას. კატარსაც დაახლოებით იგივე სუსტი წერტილები აქვს, როგორც ხედავთ, ქვეყნების უმეტესობას სწორედ ასეთი ტიპის სუსტი წერტილები აქვს. ტრამპის შეტყობინების მეორე ეტაპზე წერია. შევწყვიტე, ისევ დადაბრუნებთ, წავიდითხოთ.
5 დღით შევაჩერე თავდასხმები. ომი იქნება post-fall ფაქტობრივად 5 დღის განმავლობაში. ირანის ენერგეტიკულ ცენტრებზე, ენერგეტიკულ სტრუქტურებზე რა მოხდება თუ ის 5 დღის შემდეგ დაიწყებს ამ ენერგეტიკული სტრუქტურების დაბომბვას. ალბათ ირანელებიც ასე მოიქცევიან სპარსეთის ყურის ქვერხნებში. და ეს არის ის, რასაც სპარსეთის ყურის ქვეყნები ვერ დაუშვებენ. რადგან მათ აქვთ ეს თანდაყოლილი სისუსტე. ირანის სტრატეგია ზეწოლა და ზიანის მიღენება სპარსეთის ყურის მონარქიებზე, რათა ზეწოლა მოახდინოს ამერიკელებს. ეხლა ნელა აიძულებს მათ გახდნენ აქტიური მხარე. ბოლო ცნობები თუ გსურთ განიხილოთ, ლეონარდო და ედუარდო ეხება იმას, რომ არა მხოლოდ საუდის არაბეთი გადავიდა პასიურიდან პოზიციაზე, არ პასუხობთ, ვიტოვებთ შესაძლო პასუხისმგებლობას. როგორც ჩანს, ისინი ამერიკელებზე ზეწოლას ახდენენ, რომ ყველაფერი დაასრულონ და მონაწილეობაც მიიღონ. იგივე ეხება არაბთა დაერთიანებულ საამიროებს. რა თქმა უნდა, თუ ურნი დაიწყებენ, შემდეგ პრაქტიკულად ყველა დანარჩენიც შემოუერთდება. რადგან ასეთი დიდი რისკია. თუ 5 დღეში ენერგეტიკულ სისტემას შეუტევს, ისინი იციან, რომ დიდი ალბათობით ამ სისტემებს დაკარგავენ. რადგან არავის არაფერი არ დასაკარგი, იქ მართლა შეიძლება რაღაც მოხდეს. პატატრაკი, სადაც ომი რეალურად ყველა ქვეყანაზე ვრცელდება და არა მხოლოდ პასიურ თავდაცვით როლში. ეს ჩემი აზრით ყველაზე საშინელი სცენარია, რაც წარმოსადგენია. ვიცით, რომ ადრე თუ გვიან ამერიკელები უკან დაიხევენ და ეს მონარქიები ირანთან უსასრულო ომში აღმოჩნდებიან. დიახ, მაგრამ ჩემი აზრით, ზუსტად ვეთანხმები იმას, რაც ახლა ხან თქვი, იმ აზრით, რომ მეც ასე ვხედავ. სალამი ყველას, ბოდიში გიხდით, მაგრამ ვერ მოვასწარე ამის გაკეთება. მეც ვხედავ ამ ტენდენციას, ანუ სპარსეთის ყურის ქვეყნები ძირითადად უფრო ახლოს არიან იმასთან, რომ პირდაპირ ჩაერთონ ამ კონფლიქტში. ან მათ შეუძლიათ საჰაერო ძალების გამოყენებით შეტევითი რეიდები ჩაატარონ და ოპერაციებში უშუალოდ ჩაერთონ. ამასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი, რაც მინდა გავაკეთო, არის ის, რომ ეს ქვეყნები ძირითადად ყველა უკვე საკმაოდ ჩართულია ამ კონფლიქტში. იმ მხრივ, რომ არა მხოლოდ ირანის საპასუხო დარტყმის საფრთხის წინაშე დგანან, არამედ ისინი ცხოვრობენ ერთგვარ ლიმბოში, სადაც მათი ტერიტორია ასე თუ ისე გამოიყენება შეერთებული შტატების მიერ. კიდე იმიტომ, რომ ასე გადაფრენენ. ზოგჯერ კი თვითონ ავიაბაზების გამოყენებისთვისაც. ყოველთვის ცოტა უარყოფილი იყო, მაგრამ ამ კვირებში გაირკვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ავიაბაზა იყო. აქ კი უფრო მეტიც იორდანიაში ვართ, სწორედ, იორდანიაში, ასე რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ავიაბაზაა ამერიკული ავიაციისთვის. ის იორდანიაშია, ქვეყანაში, რომელმაც ომის დასაწყისში თქვა, ჩვენ ნეიტრალურები ვართ. ასე ცხოვრობს ყველა ლიმბოში. დამატებით რაღაც, რაც თქვათ, ბოლო დღეებში უფრო მეტად დოკუმენტირდა, სხვადასხვა სპარსეთის ყურის ქვეყანამ ასევე დაუშვა ატაკამსის რაკეტების გაშვება, ან უბრალოდ არა ატაკამსის, არამედ ატაკამსის მემკვიდრეების, ზოგიერთ შემთხვევაში ამერიკული ჰაიმარსის სისტემებიდან, მათი ტერიტორიიდან. ეს აუცილებლად იქიდან მოხდა, სხვაგანიდან ვერ მიაღწევდნენ, ვიდეოებიც არსებობს. ამიტომ ეს წინაპირობა ამბობს, რომ დიახ, ესკალაციის რისკი არსებობს, საჰაერო და სარაკეტო ძალები ამ ქვეყნებს შეიძლება უკვე შეტევით ოპერაციებში მონაწილეობდნენ და აღარ იყვნენ მხოლოდ თავდაცვაზე ორიენტირებულნი, როგორც თავიანთ ტერიტორიებს. რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ხედავ, ისინი უკვე საკმაოდ ჩართულნი არიან და ბალანსი ალბათ დიდად არ შეიცვლებოდა, რადგან არ გონია ამ ქვეყნების არსენალების საბრძოლო მასალისა და მაღალი სივრცის იარაღის მხრივ შეძლებენ მნიშვნელოვანი სამიზნეების განადგურებაში გადამწყვეტი როლის შესრულებას. შეიძლება ლეონარდოს აზრით ვკითხო. მიწისქვეშა სარაკეტო ბაზები და სხვა, ფიქრობ ისინი ბევრშვე არ გააკეთებენ, ვიდრე უკვე აკეთებენ, რა თქმა უნდა, აშშ და ისრაელი. მეორე მხრივ კი, როგორც სწორად აღნიშნა მირკომ, არსებობს კრიტიკული ზიანის მიღების რისკი ინფრასტრუქტურაზე. ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მართლაც აუცილებელია,
უკვე ირანის პირველ საფასუხო დარტყმებში, პირველ კვირაში გარკვეულწილად დააზიანეს. როგორც ერთი კაცი ამბობს, ერთი შეშლილი, არამკვდარი კაცი. ეს ურის ქვეყნები ასე რომ. პირველი საფასუხო დარტყმა უკვე ვნახეთ და ჩემი აზრით ის ისე განხორციელდა, რომ მიზანი დესალინიზაციის დანადგარების დაზიანება არ ჰქონდათ. ამიტომ მათ არ უცდიათ ყველაზე კრიტიკული ინფრასტრუქტურების დაზიანება, მაგრამ უკვე აჩვენეს, რომ შეუძლიათ მთელი რიგი ობიექტების დაზიანება. თეორიულად ისინი ან ანტიბალისტიკური სისტემებით, სოფლიოში წამყვანი, ან მნიშვნელოვანი საერო თავდაცვით დაცულნი არიან. ეს რისი თქმა მინდა? იმის სათქმელად, რომ თუ სულად გამოცდიან ყველაფერს, ეს ქვეყნები პირდაპირ ერთვებიან კონფლიქტში. როგორც თქვენ თქვით, მეც ვეთანხმები იმაში, რომ არსებობს ძალიან რეალური შესაძლებლობა, რომ ეს ინფრასტრუქტურები დაზიანდეს, ან დაზიანდეს. იმიტომ რომ პირველ დღეებში ვერ დაანახეს, რომ მათ ირანული თავდასხმებისგან საკმარისად იცავდნენ, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება მარაგებზე და ირანის უნარზე. გააგრძელოს რაკეტებისა და დრონების გაშვება, რომელიც დღევანდელ მდგომარეობაში მაინც საშიშ დონეზეა. ეხლა ჩემი ჯერია, დიახ, გამარჯობა ყველას. დიახ, ეს აბსოლუტურად სწორია. ასე გიამბობთ. ისტორიის დასაწყისში ირანს ორი სტრატეგია ჰქონდა. პირველი იყო სამხედრო ობიექტებზე შეტევა. და მხოლოდ ეს, ანუ ყველაფერი რაც ჰქონდა, გაეშვა სპარსეთის ყურის რეგიონში მდებარე ბაზების წინააღმდეგ. სწორედ ასე, ერთი მიდგომა, არა ასიმეტრიული, მაგრამ ცოტა ნაკლებად. და შემდეგ მეორე შესაძლებლობა დაესხას თავს სამოქალაქო ობიექტებსაც. იმის გასაკეთებლად, რაც შემდეგ მოხდა. ანუ პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის მოხდენა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, ადგილზე, ისე რომ შეხებოდა მოსახლეობას, უსაფრთხოების შეგრძნებას, იმ შესაძლებლობას, რასაც ისინი პოლიტიკურ დონეზე აკეთებენ და ზეწოლა ვაშინგტონზე, რათა შეეწყვიტა ეს შეტევა არჩეულზე. მეორე შესაძლებლობა, ბევრად უფრო სტრატეგიული მიდგომა. მათ სხერპლად გაიღეს არსენალის ნაწილი, რომელიც შეიძლებოდა სალდის ბაზის დასარტყმელად ან სხვა ამერიკულ ბაზაზე რეგიონში გამოყენებულიყო. პოლიტიკური ზეწოლისთვის, სწორია თუ არასწორია. ერთი მხრივ, მათ შეეძლოთ უფრო დიდი ძალით დაესხათ სამხედრო ობიექტებს, რათა ნაკლები რამ მოხვედროდათ საფასუხოდ. რადგან აღიარებ, რომ იცხებ უფრო მეტ საპირთო თვითმფრინავზე, გამანადგურებელ ბომბდამშენზე და სხვა საშუალებებზე დარტყმას, ეს ნაკლებად შენზე მოდის. მათ აირჩიეს უფრო პოლიტიკური და სტრატეგიული გზა. მაქვს აზრი, არ ვიცი იმუშავებს თუ არა, ის რასაც მირკოსთან თავიდანვე ვამბობდით. ეს იყო ირანის უფრო სტრატეგიული არჩევანი, რაც აზრიანი. ეს სახიფათოა, რადგან შეიძლება მეტი მტერი გაგიჩნდეს. თავდაპირველად სპარსეთის ყურის ქვეყნები პასუხობდნენ პროტესტის ნოტით, რაც გენერალ კაპიტნის მოსწონს და მეც აღარ ამბობთ. ორი კვირის შემდეგ უკვე ვიწყებთ ვიღაცას ვხედავთ, ვინც მოთმინებას კარგავს და ვინც ჩარევას ითხოვს. საუდის არაბეთი, როგორც სპარსეთის ყურის საჰაერო წაერო ძალა, სავარაუდოდ საუკეთესოა. ის, ვისაც უფრო მეტი ტრადიცია და მომზადება აქვს, არ ვიცი რამდენად, რადგან ვიღაცას არ ვასახელებ, ამბობს ხატალისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო ძალებს რეალური ოპერაციული შესაძლებლობები არ აქვთ, ლამაზი თვითმფრინავები და იარაღი კი აქვთ, მაგრამ მისიების შესრულება არ შეუძლიათ. არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მეც მიჩნდება. ამ ეტაპზე ირანმა და ვასრულებ, უნდა შეაჯამოს თავისი სტრატეგიული არჩევანი. კარგად მოიქცა თუ ცუდად? ამას ახლა გავიგებთ. ბოლო დროს უფრო მეტი თავდასხმა დაფიქსირდა ისრაელს. სწორად ვამბობ მირკო. აქტივობების გადაადგილება მოხდა. ეხლა გაჩვენებთ გრაფიკას, რომელიც რიცხვებით ცოტა არასწორია, ანადოლუს გაკეთებულია და შეიძლება დადაჭარბებულიც იყოს. ისტორიაც უიჩვენია, რიცხვებს ნუ უყურებთ, ჩემი აზრით, ისინი ორჯერ ან სამჯერ მეტია სხვა წყაროებთან შედარებით. უეჭველია, რაც ვნახეთ 1928 წლის თებერვლიდან 2012
15 წლის მარტამდე. ნახეთ ირანი, რომელიც თავს ესხმის. განაწილებულია თითქმის ყველასთან, ბევრი არაბეთის ემირატებსა და ქუვეითისკენ არის გაერთიანებული და შემდეგ თანდათანობით საუდის არაბეთი, ბარეინი და ასე შემდეგ. თუ დააკვირდებით 16-18 მარტიდან ზემოთ პრაქტიკულად შეწყვეტეს ომანის. იორდანიის, ყატარის, ბარეინის, საუდის არაბეთის, ქუვეითის და ასე შემდეგ შეტევა. და ყველაფერი ისრაელისკენ იყო მიმართული. რაც ლოგიკურია, რადგან თქვათ ამ იდეის თავი უფრო თელ-ავივშია ვიდრე ვაშინგტონში. შეგვიძლია ეს ვთქვათ, თუ დაგვადანაშაულებენ შეთქმულების თეორიებში კითხვას, მხოლოდ ეპსტეინის ფაილებზე ვსაუბრობთ. სიმართლე ვთქვათ, ამ ამბის უკან ბევრი ისრაელის ცვლილია. ალბათ ირანელებმა მიხვდნენ, რომ მათი ძალიან სტრატეგიული და პოლიტიკური სტრატეგია მუშაობს. ამიტომაც ძლიერად უთხრამენ ისრაელს, რომ დაარწმუნონ იგი. და აქ მგონია, რომ ადრე თუ გვიან ვისაუბრებთ გადაჭერის მაჩვენებლებზე, რადგან რაღაცები მაინც გადის. მართალია. დიახ, ისრაელში ძლიერი ცენზურა, ჟურნალისტებს აჩერებენ და ასე ხდება. ეს მონაცემებია, ჩანს ვარდნა 28 თებერვალს, 350 რაკეტა, 800 დრონი და სხვა. შეგიძლიათ ნათლად დაინახოთ, რომ დაახლოებით 800 და 900 შორის წარმოუდგენელი ვარდნა. შემდეგ შეამჩნევთ, რომ ისინი სტაბილურად რჩებიან, ეხლა კი ცოტა რაკეტა მატულობს, რადგან რთულდება მათი გამოყენება, ამასაც შემდეგ ვნახავთ. მათ ნადირობენ, მრავალი ვიდეო ჩანს, სადაც ბომბავენ დრონულ სისტემებს ხიდის ქვეშ ან გვირაბთან. დრონების შემთხვევაში ბევრად ნაკლებია, ისინი სტაბილურად რჩებიან. სტაბილურობა სამხედრო თვალსაზრისით ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის ძალის პასუხის შემცირება ამ ზღვარზე ვერ მოხერხდება. ეს ზღვარი საკმარისია სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის პრობლემების შესაქმნელად, ასე რომ შენი მიზანი ვერ მიაღწია. დავამატებ. ამ გრაფიკიდან ჩანს ერთი დეტალი, რომელიც შეიძლება ნაკლებად შესამჩნევია. ეს წითლად აღნიშნული რაკეტები ძირითადად ბალისტიკურია, თუმცა თეორიულად ბალისტიკურ და კრიუზის ტიპსაც მოიცავს. ირანელები ხშირად იყენებენ ბალისტიკურ რაკეტებს, თუმცა ეს ცოტანი ჩანს. მაგრამ უკვე მხოლოდ იმის წარმოდგენა, რომ ყოველდღე 1015 ბალისტიკური რაკეტა ისროლონ რამდენიმე თვის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, სადაც უამრავი იარაღია გამოყენებული, 1015 ბალისტიკური რაკეტა დღეში მცირე რაოდენობა არ არის. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ არ ვშაუბრობთ მოგცემ პარალელს ედუარდო. რუსების ბოლო შეტევამ მოიცავდა 300 დრონს, 10 ტიპის კპაკას და 7 ისკანდერის რაკეტას. ზუსტად, მაგრამ ჩვენ საუბრობთ საშუალოდ დღეში 25-დან 30 ისკანდერზე. დიახ, და სინამდვილეში ეს არის რაღაც, რასაც ხშირად არაფასებენ სათანადოდ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ამ უზარმაზარ რაოდენობას დრონებისას. და ამიტომ შეიძლება ნაკლებად ვაფასებთ იმ მნიშვნელობას, რაც ამ ბალისტიკურებს აქვთ. ანუ თუ მათ განსაკუთრებით შეუძლიათ ამ ტემპით გაგრძელება, მინდა ვთქვა, რომ მალე ექნება შესაძლებლობა არა მხოლოდ ისროლონ ის, რაც მარაგში აქვს, მთების ბაზებში, მაგრამ ასევე გარკვეული წარმოებაც მიმდინარეობს. სულ მცირე ზოგიერთი მოდელის. თუ არ ვცდები ამ გრაფიკში 1400-მდე გაშვებული რაკეტაა დათვლილი. უმეტესობა ბალისტიკური. ირანის ბალისტიკური იარაღის მარაგები იცვლება იმის მიხედვით ვინ ამოწმებს. თუ ომი თვეები გაგრძელდება, საწყისი მარაგები ამოიცურება. საბოლოოდ ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ისრაელისა და შეერთებული შტატების მხრიდან ვერ მოხერხდა ბალისტიკური იარაღის მთელი წარმოების განეიტრალება. ეს არის მთავარი მიზანი. თუ ირანი შეძლებს გადაიტანოს და შეინარჩუნოს მოკლე და საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების ერთი მოდელის წარმოება, ეს მინიმალური პირობაა, რომ ირანმა გააგრძელოს ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მუხარა. თუ შეძლებს ამ ორი მოდელის დამკვიდრებას. ქვესადგურებში, ან ისეთ ადგილებში, სადაც აშშ-სა და ისრაელს ხელი არ მიუწვდებათ, ძირითადად მიწისქვეშა ბაზებში ან ქვეყნის რთულად მისასვლელ კუთხეებში, ეს მნიშვნელოვანი ბარათია უნდა გადავამოწმო.
თუ ომი გაგრძელდება და გახდება ზოგადი როგორც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მინდა სწორედ იქ ვნახო ამოქმედება თუ არა ყველაფერი, რაზეც ომის დასაწყისში ჩამჭერი რაკეტების მარაგებსა და წარმოებაზე ვსაუბრობთ. თუ ომი 1-2 თვე გასტანს, ერთი საქმეა, მაგრამ დიდი ხნით გაგრძელებისას ყველაფერი იცვლება. მოწინააღმდეგეს შეუძლია 10 ბოდიში არ არის საჭირო რომ 100 რაკეტა დაუშვას, ისედაც ვნახეთ როცა 300 რაკეტა გაუშვეს. ზიანები დიდად არ იყო, განსაკუთრებით სამხედრო ობიექტებზე, შაშანდებთან შედარებით. დღეს მათ უფრო ზუსტად მოახერხეს მიზანში მოხვედრა, განსაკუთრებით რადარის სისტემებსა და ტადის შემთხვევაში. ამიტომ მათთვის უბრალოდ იმისთვის რომ შეინარჩუნო კრიზისი, რომელიც ამერიკელებისთვის პოლიტიკურ დონეზე აუტანელი ხდება, საკმარისია 100 დრონისა და 25 რაკეტის გაშვება დღეში. სავარაუდოდ ამისთვის მათ ეკნებათ მარაგები 6 თვის ან 1 წლის განმავლობაში. გულწრფელად რო ვთქვათ, წარმოებად რო ეს არის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით, ირანული ბალისტიკური რაკეტები და დრონები, რომლებიც საუდის არაბეთზე დაუშვეს. როგორც ხედავთ, ესენი კი ბაჰრეინშია, თანდათან შეამცირეს, როგორც ხედავთ, ესენი დაშვებულია არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ. შეგიძლიათ ნათლად დაინახოთ კლების ტენდენცია საწყის სტრატეგიასთან შედარებით. ის, რასაც შენ ამბობდი მოზაიკურ დაცვაზე, რასაც მეც ხშირად ვამბობ, თუ ირანს შეხედავთ, აუთ მორდორს გავს, თუ მთებით ხარ გარშემორტმული და შუაში ველია წარმატებებს გისურვებ. ვენესუელა, ესე დიდ ქვეყანას, სადაც 80 მილიონზე მეტი ცხოვრობს, არ იფხრობს. ყველაზე რთული ისაა, რომ ისინი უკვე 40 წელია ემზადებიან. და ესეთი ტიპის ბაზები, როგორც ხედავთ, გამოდიან ცნობილი shoot and scoot დამოდიან, ისურიან, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს აქ შიგნით ატარებენ. მართალია შეგიძლია გაანადგურო გვირაბები და შიგნით ჩაკეტო ისინი, მაგრამ მათ ბევრ გასასვლელი აქვთ, როგორც თხოვნელებს. ესეც პროპაგანდის სურათებია, რომლებიც გაჩვენებენ თითქოს უზარმაზარ ბაზას. ხშირად შემნიშნე, რომ ვიდეოებშიც, სადაც დაარტყეს, ზოგჯერ მხოლოდ ხრელი იყო. მთის მხარეს უბრალოდ სატვირთო იდგა, სატვირთოს დასაფართოს დასაფარი იყო, ესეთებს რამდენიც უნდათ გააკეთებენ. აი ესეთ მოქმედებებს საჰაერო ძალებით ვერ შეაჩერებ. ისინი ალბანეთის ბუნკერებივით არიან, ალბანეთის ბუნკერებივით, ანეთის ბუნკერებივით. ხედავ ერთ კითხვას, რომელსაც კომენტარისთვის გამოვიყენებ. კითხვა იყო, რამდენი გამშვები გქონდათ მასში. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საუბარი ომის დაწყების შემდეგ არის ჩვენ ძირითადად ისრაელები ამბობენ, რომ ისრაელის ან ამერიკულმა ძალებმა გაანადგურეს გამშვების დიდი ნაწილი. ამიტომ ოპტიმისტურად, განსაკუთრებით პირველ დღეებში ამბობდნენ, რომ ირანული საფრთხის დიდი ნაწილი გავანეიტრალეთ. ეხლა ცხადია იმ მონაცემებიდან რაც ვნახეთ, ეს ალბათ ასე არ არის. მინდა აღვნიშნო, რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მე არ ვიცი. პასუხი ისაა, რომ ზუსტად არ ვიცი, რამდენი შეიძლება კიდევ გქონდეთ. არენდოთ არავის, ვინც გეუბნებათ, რომ იცის. განსაკუთრებით არენდოთ მედიაში გავრცელებულ იმ რიცხვებს, რომლებიც, როგორც წესი, ისრაელის წყაროებიდან მოდის. რადგან ისინი საუბრობენ ასეულებზე, თუ ბოლოს არ იყოს 300 ან რაღაც მსგავსი გამშვები დანადგარები, რომლებზეც ისინი ამბობენ, რომ ზოგი განადგურებულია, ზოგი გამოუსადეგარია, ასე რომ თვითონაც იტოვებენ თავისთვის გარკვეულ სივრცეს. ამ განცხადებით. თუმცა თუ გავითვალისწინებთ მათ ვიდეოებში ვიზუალურ მტკიცებულებებს, რომლებსაც აქვთ ყველა мотиваცია დამოაქვეყნონ, რადგან რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სიზუსტის შეტევებია და ჩემი აზრით, ყველა ვიდეოზე აღბეჭდილი ვიზუალური მტკიცებულებებით. ჩვენ მივახციეთ დაახლოებით 40 დაზიანებულ ან განადგურებულ გამშვებ მოწყობილობას. ზაარა 300. ფრთხილად იყავით, რომ გამშვები მოწყობილობის შეობის შეუცვლელად არ ჩათვალოთ. ეს სატვირთო მანქანები ტელესკოპური გაშვების სისტემით და მოძრავი რამპითაა, ჩემი აზრით არ არის მაღალ ტექნოლოგიური. ზედმეტად ფიქრობენ, რომ შეუცვლელები არიან, თუმცა გამშვები მოწყობილობების წარმოების აღდგენა ერთ-ერთი ყველაზე მარტივია. და მე შენ საუბრობ გამშვებებზე, რაკეტების გამშვებებზე, დრონების გამშვებებზე. ზუსტად, ეგ არის აპეკარი რამპით, პრაქტიკულად კი, მაგრამ ზოგჯერ საკმარისია უბრალოდ აივანი გქონდეს. არც კი გჭირდება აპეკარი, ვიღაცა მოგიტანს და მორჩა. გაჩვენებთ სხვა გრაფიკებსაც ისევ იმის საჩვენებლად, რომ ვადარებთ, როგორც ხედავთ, დასაწყისში დიდი ვარდნაა და შემდეგ
სტაბილურობა, რაც მეტნაკლებად იგივე რჩება. მონაცემები მსგავსია, როგორც 30, 30, 30, 25, 38, ასევე დაახლოებით 100 დრონისთვის. როგორც ხედავთ ამ სტაბილური ტენდენციით ბაზრებზე აშკარა ზეწოლა. ანუ საზღვაო დაზღვევებისთვის 25 დრონი თუ დაფრინავს, 100 თუ დაფრინავს, 10 რაკეტა თუ დაფრინავს, 30 თუ დაფრინავს, აბსოლუტურად არაფერი იცვლება. ფაქტია, ისინი გიზღვევენ, თუნდაც ერთი დაფრინავდეს, რომ მეტი შეინარჩუნონ, ეგუებიან და ადაპტაციის პროცესში ალბათ გაზრდიან. სხვათა შორის რაკეტებზე საუბარი არ შეიძლება, მაგრამ არიან ნაღმები. გემებს მხოლოდ ეს არ რჩებათ, ხოლმეში ბევრად უფრო იაფი და ხარჯვადი რამ საკმარისია. ზოგადად დრონებიც კი, ანუ თვითმკვლელი საზღვაო დრონები, ასევე first person view დრონები, ისინი იქამდე მისვლას შეძლებენ. ზიანს მიაყენებენ, მაგრამ თუ ეკიპაჟს მოკლავენ, ნავთობის ტანკერის ეკიპაჟის პოვნა, ასე მარტივად აღარ იქნება. ისინი უბრალოდ საქმეს აკეთებენ. საცხლები საკმარისია, რომ ძრავის ნაწილი ათქელ დააზიანო. ასე რომ, ისევ პოლიტიკურ საკითხს უბრუნდებით, ნავთობის ტრეიდერები ტრამპის განცხადებისა და ირანის უარყოფის შემდეგ ფიუჩერსებზე დებენ ფსონს და მოგებას იღებენ. თუ არ ცდები, ტრანზაქცია იყო დაახლოებით 1000 მილიარდზე 650 მილიონად. თუ გინდა აგვიხსნა დანიელე, რატო ლაპარაკობენ ამაზე და როგორია ეს ფაქტობრივად მისია გთხოვ. არა მარტო ლაპარაკობენ ამაზე, არამედ თუ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ნახავთ, ფაქტობრივად თელ მსოფლიოში იშვიათი თანხმობა ესეთ სიტუაციებში. ანუ ფაქტობრივად ყველა ამბობს, რომ მოხდა კოლოსალური ინსაიდერული ვაჭრობა, რამდენიმე წუთით ადრე ვიდრე ტრამპი ისაუბრებდა. და თუ ზუსტად მეხუთეზე გადახვალ, აი აქ არის განცხადების მეხუთე პუნქტში BBC არის თეთრი სახლის რეაქცია ბრალდებაზე, რომელსაც პრაქტიკულად ერთხმად იზიარებენ ბაზრები. თეთრი სახლი ამბობს, რომ ჩვენ ვებრძვით ინსაიდერულ ვაჭრობას. ანუ როგორც იტყვიან, თქმაც და არ თქმაც, მაგრამ არსებითად ეს ყველაფერი ჩვენ შიგნით წარმოიშვა. სხვა მოსაზრება, რომელიც უფრო პოლიტიკურია, გაბრუნებს მთელი ორგანიზაციისკენ ამ მეორე ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში. ეს არის ნიუ-იორკის სეკი. ანუ ის ორგანო, რომელიც თეორიულად უნდა ებრძოლოს ინსაიდერულ ვაჭრობას. ბოლო რამ, რაზეც ამ პრეზიდენტის პირობებში იოცნებებენ, არის ის, რომ შეამოწმონ, ხომ არ გამდიდრდა ვინმე 15 წუთში. ასე რომ, შენ არა მარტო ცუდი, კორუმპირებული გზავნილი გაქვს ფაქტობრივად, შენ მოიპარე, ასე ვთქვათ, შენ მოიპარე. და იმ განცხადებიდან, იმ პასუხიდან, რომელსაც ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია აძლევს თეთრი სახლი, არის ნახევრად აღიარება, რომ ყველაფერი ასე დაიწყო და ეს ყველაზე სავარაუდო რამეა მსოფლიოში. რატო იყო მართლაც რთული ესეთ შემთხვევაზე ესე ცოტა წუთით ადრე ჩარევა? 650 მილიონი დოლარის 1 საათში გადატანა შეუძლებელია, თუ წინასწარ მზად არ ხარ. აბსოლუტურად. ამის გარდა საჭიროა სისტემა, რომელიც ესეთ ფსონებს იღებს და უნდა ვიმეორებ იცოდე, რომ თუნდაც თუ დაგიჭერენ და შეიძლება რომელიმე საგამოძიებო ჟურნალისტი დაგიჭერს უახლოეს დღეებში, ეს ისი არაფერს გაგიკეთებს. ანუ შენ ითამაშე სისტემაში, სადაც გქონდა ინფორმაცია, რომლის გამოყენებაც არ შეგეძლო ბაზრების საზიანოდ. იმიტომ რომ შენ სხვა ინვესტორებს მოპარე ფული, არა რომ ვიღაცა გაურკვეველს მოპარე, შენ ბაზარს მოპარე და ვინ უნდა აკონტროლოს ბაზრის ოპერაციის სისწორე. შენ უკვე იცი რომ ნაძარც წაიღებ. და გამემშვიდობისა ყველას. ეს ოპერაციებია და ამით დავასრულეთ, რომლებიც რეალურად ტრამპის მეორე პრეზიდენტობის დასაწყისიდანვე დაფიქსირდა. შვილები ინტერნეტში უამრავი ამერიკული პოდკასტის ხუმრობის თემად იქცნენ. ანუ კუშნერი ფული
რომელსაც ის იღებს ყურის ქვეყნებიდან. ეს ამერიკა, რომელიც ჯერ კიდევ 20-30 წლის წინ იქნებოდა რესპუბლიკელი თუ დემოკრატი, არასდროს აიტანდა ესეთ კორუფციას. ეს კორუფცია. ეს თავხედობა არაა უბრალოდ მოვალ დავეხმარები, არ ვიცი, პუტინს. შენ კი მაძლევ საშუალებას, რომ მოსკოვში 5 სასტუმრო ავაშენო. აქ საქმე ბევრად უფრო მასშტაბურია. შენ ვინც გავს? ცოტა გაქვს. დახსოვს ასეთი შიდა ვაჭრობა სპარსეთის ყურის ომების დროს? ასეთი დონის არა, ასეთი დონის არასდროს. არა მხოლოდ ეს, არამედ მუდმივად ამაზე ამახვილებენ ყურადღებას, თითქოს ეს მხიარული ასლია. ისინი ტოტო და პეპინოს მაგონებენ, დუომოს მოედანზე რომ მიდიან მილანში. ცნობილი სცენაა ნუვოლევინი, საუარი, უიტკოკი და კუჩნერი. ისევ ყიდიან მათ, როგორც ორ უმეცარს, რომლებიც მსოფლიოს ირგვლივ დადიან, აურზაურს ქმნიან, ცოტა რამ ესმით და ტრამპს ეს ასე აწყობს. რეალურად ეს ინსაიდერული ვაჭრობის ოპერაცია გეუბნება, რომ აქ საქმე გაცილებით დიდია. ანუ აქ უბრალოდ მეორად ჯამბოს არ გაჩუქებენ. პრეზიდენტს ან შვეიცარიელებმა მიუტანეს ოქროს ზოდი ან მაჩადოს ოპოზიციის ლიდერს ნობელის პრემია. ანუ ამ ამბავმა შეეხო არ უნდა შევაფასოთ ნაკლებად სერიოზულობას, მსოფლიო კაპიტალიზმს, რომელიც ნიუ-იორკში ბირჟაზე ინვესტიციებს დებს. რადგან როცა ამ ფულს შოულობ, ვიმეორებ, ეს სხვას მოპარე. შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩადონ ევროპაში. არა, ეს პირიქით ნახე, ამას სპეკულაციების შემდეგ ვაკვირდებოდი. ის ფაქტი, რომ უამრავი გაზმზიდი, რომლებიც ევროპისკენ მიდიოდნენ, როცა ეს აურზაური მოხდა, შეხედეთ, ესენი იყვნენ მისტრალი, სინსიმა, ელისარდია, ნახეთ რა მარშრუტს გადიან. ყველა მიდის აზიოში, ნახეთ. ამ კუთხითაც ძალიან დიდი პრობლემა იქნება. ევროპის მიერ შეკვეთილი ნივთები აზიაში უკეთესის შემოთავაზების გამო იმ მიმართულებით წავიდა. ეს არის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი გაზმზიდი, რომლებიც ევროპისკენ მიდიოდნენ. ნახე როგორ უცებ, ნახე თარიღი, იმიტომ რომ ეს არის საინტერესო. უცებ ყველა იცვლის კურსს. ისინი აუქმებენ შესყიდვის კონტრაქტებს, რადგან უკეთესი შეთავაზებები მიიღეს და ყველა აზიაში მიდის. ეს ხდება. და მერე გიგვირს, რატომ გვაქვს 40%-ით მეტი გენზე. სხვადასხვის ტრამპმაც იმუქრა. შემდეგ ევროპულ საფითხზეც მივალთ, მოდი აქეთ-იქით ზევით-ქვევით, რადგან ეს ყველაფერი ცვლის სიტუაციას, ყველაფერი იცვლება. საბედნიეროდ თითქმის დაზაფხულია და ვიმედოვნებ ზამთრისთვის გაზის საკითხი მოგვარდება. მაგრამ ისიც რაც იტალიაში ვნახეთ, მელონის ინიციატივა ორი კვირით აქციზების მოხსნაზე, ესეთი რაღაცები. ეს არის რაღაცები, რაც ბაზარს ცოტა ხნით დაამშვიდებს. თუ ასე გაგრძელდა, ორ კვირაში ბენზინი ისევ 2 ევროს გადააჭარბებს. ერთია თუ ზარალზე არაკეთებ, გაუძლებ. ზარალზე რო იყოს, ხელს ვწევ, გმერთმა დამიფაროს, მაშინ ფონდებსაც გამოვიყენებ. მაგრამ აქ ფული და ოქრო ნამდვილად არ ყოფნის. ამ პერიოდში ევროპაში ამ მოვლენას ვაკვირდებით. რისკი არის სტაგფლაცია, სტაგნაცია და ინფლაცია. რაც ენერგეტიკული საკითხების გამო ქონდა. კრიზისიდან კრიზისში გადავდივართ აღდგენის მცდელობისას. როდესაც რუსეთიდან გაზისა და ნავთობის მიწოდება შევწყვიტეთ, ალტერნატიული წყაროები ვიპოვეთ, ეს ალტერნატიული წყაროებიც ნაწილობრივ ილობრივ ისევ ისინი იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ დამოკიდებულება ხანგრძლივი იყო. 20-30%-იანი მიწოდების ჩანაცვლება ერთდროულად არ ხდება. ამიტომ მუდმივად კრიზისში ვართ და ბაზარს აღდგენის შანსი არ ეძლევა. რადგან კრიზისიდან კრიზისში გადადიხარ. 2 წელი გაზისთვის მეციხდი, სტაბილურდება, მერე ისევ ახალი კრიზისი მოდის. შემდეგ საბაზისო ფასი
2022 წელთან შედარებით მაღალია. ეს დიდი პრობლემაა. ნახავთ როგორ მიდის საქმე გერმანიაში, საფრანგეთში და შიდა პოლიტიკაში. მომდევნო წლებში ალბათ მემარჯვენეები სხვადასხვა ქვეყანაში გაიმარჯვებენ. არა, ლეპენი მისი მემკვიდრე, სავარაუდოდ ფარაჟის პარტია ინგლისში, ეცდებიან შეაკავონ, იცვლიან ფიურერ დოიჩლანდს. მაგრამ კრიზისები ძალიან ეხმარება ნაციონალისტებს. იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ გინდოდათ სოფლიო ევროპული პოლიტიკა, გინდოდათ მონაწილეობა მიგეღოთ იმ ომში, აქ, იქ. ამიტომ ისინი გაიზრდებიან, რაც ჩემი აზრით ნიშნავს უფრო საკუთარ თავზე ფიქრს. არა ლეონარდო, დიახ. ევროპული მანევრები, რომ ყველამ ერთად შეაჩეროს სიტუაცია, მაგრამ თითოეული თავისთვის ევროპამ რაღაც უნდა გააკეთოს ბოდიში, რომ გაცხოდინებ ბირთვული ენერგია. და ეს არის ეტაპი, როცა საჭიროა ვიღაცამ გამბედაობა გამოიჩინოს და თქვას: ბატონებო, ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ამ მდგომარეობით. მწვანე ენერგია კარგია, მაგრამ ქვეყნის საჭიროებებისთვის საკმარისი არ არის. უნდა დავაბრუნოთ ბირთვული ენერგია დღის წესრიგში, მივესალმები ატომის ადვოკატს, მაგრამ უკვე არიან ადამიანები, ვინც ბირთვულ ენერგიაზე სამხედრო მიზნებისთვის საუბრობს, ევროპული შეკავების ძალა შევქმნათ. ბირთვული ენერგია კარგი. შექმენი შენი შეკავების ძალა, ჩემო მეგობარო. ხო, მე მაქვს შეკავების ძალა, ბევრ ლობიოს ვჭამ. შემდეგ უნდა ვიფიქროთ ბირთვულ ენერგიაზე, მეოთხე თაობის რეაქტორებზე, სწორედ ამ კუთხით. პრობლემა ისაა, რომ ისინი ერთ თვეში ვერ მოასწრებენ. იტალიაში ვაგვიანებთ, რადგან ეს საკითხი უკვე ორჯერ ჩავაგდეთ. მაგრამ საჭიროა, რომ ევროპულ დონეზე უფრო მეტი გაკეთდეს ბირთვული ენერგიისთვის და ეს პროცესი უკვე იწყება. იტალიაში კიდევ ერთი თავისებურებაა, რეფერენდუმს ვატარებთ ბირთვულ ენერგიასა და ტერნობილზე, თითქოს მეორე ფუკუშიმას ვქმით. გენიოსები ხართ, ზუსტად ორივე შესაძლო ვარიანტი აირჩიეთ 2-2-დან. მაგრამ თუ ჩვენ დასავლელები ვიტანჯებით და ვართ სოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები, დანარჩენი მსოფლიო როგორაა? ეს მთავარი საკითხი, რაც უფრო ინდუსტრიალიზებულია ქვეყანა, მით მეტად არის ენერგიაზე, ნავთობზე და სასუქებზე დამოკიდებული. პარადოქსულია, მაგრამ განვითარებულ ქვეყანას ეს ნაკლებად სჭირდება, რადგან მას არ აქვს ისეთი მექანიზებული ინდუსტრია, როგორც იტალიის ჩრდილოეთში. ამიტომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ყოველ დღე ასობით, ათასობით სატვირთო მანქანას ვიყენებთ საქონლის გადასატანად. ასე რომ, როცა გადასვა 1.7-დან მახსოვს ბენზინი ჩემ მხარეში 1.6 და 60 იყო დაახლოებით თვენახევრის წინ და ეს 25 ცენტით მეტი იყო. წარმოიდგინეთ, ეს რა გავლენას ახდენს კარტოფილის ფასზე, რძის სატვირთო მანქანების ფასზე, ან ნებისმიერ სხვა პროდუქტზე, რომელსაც გადაადგილებენ. ეს დიდი ხდება, როცა მოცულობები ძალიან დიდია. მოვიდეთ დიეგო გარსიას ცნობილ თემაზე, ამაზე მოკლე ვიდეოში ვისაუბრეთ, მაგრამ აქ არხზე ჯერ არ ქონია საუბარი. ორი რაკეტა გისმენ ლეონარდო, შემდეგ სლაიდებზე გადავდივართ. ეს იყო სიურპრიზი, რომ ვიხილეთ, ბოდიშს ვიხილეთ, როგორც ჩანს, თითო ორი რაკეტა, intermediate range ballistic missile. საშუალო მანძილი დაახლოებით 4000 კილომეტრი. ირანიდან დიეგო გარსიაზე, ინგლისურ ამერიკულ ბაზამდე. სიურპრიზი იყო, რადგან ყველამ ვიცოდით, რომ ირანელებს შეეძლოთ მაქსიმუმ 2000 ან 2500 კილომეტრამდე სროლა. ეს იყო შეზღუდვა, რომელიც ირანის რეჟიმმა თვითონ დააწესა, რათა ზედმეტი ყურადღება არ მიექცია ევროპელებისთვის. აი ეს ანიმაცია. გაგვაჩვენებს მასშტაბს. დათქმა არ ყოფილა, რადგან ამ ორ რაკეტას შორის ერთი ფრენისას გაუმართავობის გამო ჩამოვარდა. მეორე ჩამოაგდო SM-3-მა ამერიკელების რაკეტამ, რომელიც AGC სისტემით იმართებოდა. SM-3 არის რაკეტა, რომელზეც 2 წლის წინ ამარხზე ვისაუბრეთ. მე საუბრებოდით ისტორიაში პირველ კოსმოსურ ომს, ჰუსიტებმა ისრაელისკენ საშუალო მანძილის რაკეტა გაუშვეს, რომელიც ატმოსფეროს მიღმა ჩამოაგდეს. ექსტრატმოსფერული ჩართვა.
ანიმაციაში, რომელსაც მირკო გაჩვენებთ, ჩანს kill vehicle ობიექტი, რადგან SM-3 არის რაკეტა, თერარია, რომელიც მრავალსაფეხურიანია, ბოლო საფეხური არის kill vehicle. ხედავთ ამ ალებს ყველა მიმართულებით. რა არის ეს? 100 კმ სიმაღლეზე კარმანის ხაზს გადაკვეთისას აღარ არის ჰაერი ფრენისა და კონტროლისთვის. ჰაერის არქონის შემთხვევაში გამოსავალია მცირე მასის ნაკადები, ანუ პატარა რეაქტიული ძრალები. ფრთებს ატმოსფეროს გარეთ არ იყენებენ ფრენი ობიექტის სამართავად, რადგან ჰაერი არ არის, რომ ასე დაქვთ იმოძრაოს. ამიტომ იყენებენ პატარა ნაკადებს. SM-3 უკვე წარსულში კარგი შედეგები აჩვენა საშუალო და შუალედური რადიუსის რაკეტების წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში შეიძლება იმუშაოს. აბა ეს 4000 კმ საიდან მოდის? ფაქტი ორია. 1. ან მათში ამსუბუქეს კარმანჩარ 4-ის, ან სეჯილორიის ქობინი, რის შედეგადაც ქობინის წონის შემცირებით იზრდება მანძილი და 4000 კმ-მდე შეიძლება მიაღწიოს. ან შეიძლება გაშვებული იყო სეჯილ 3, რომელიც ამ ბალისტიკური რაკეტის სამსაფეხურიანი ვერსია, რომელიც გამოცდის ეტაპზე იყო, ოპერაციულად არ გამოიყენებოდა, ამის შესახებ საუბრობდნენ. სხვადასხვა ინფორმაცია ვიპოვე, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ მე ვარაუდს გამოვთქვამ და აქ შეიძლება დოქტორ ფონტანამ შემისწოროს, თუ ვცდები, რაკეტის ქობინის წონის შემცირება არ ნიშნავს ავტომატურად მანძილის გაორმაგებას, რადგან ამით რაკეტის დაბალანსება ირღვევა. თუ ქობინს დაცევ, წონა მცირდება და რაკეტა შორს მიდის. ყველაფერი სწორად უნდა გააკეთო, თორე რაკეტა რთულად სამართავი ხდება ვარდნისას. ვარაუდობ, რომ ამ ორიდან ერთ-ერთი რაკეტა ფრენისას თვითონვე განადგურდა. შესაძლოა ქობინის შემცირების გამო. ალბათ ინჟინერიულად ნაჩქარევი ან არასწორი იყო, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდები და სპეკულაციები. თავარია ფსიქოლოგიური ეფექტი იმისა, რომ რაღაცას 4000 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. რადგან მეგობრებმა და კოლეგებმა იმ დღესვე რაც ეს მოხდა, კითხეს. ეხლა ირანი ევროპასაც ესურის, ოპასაც ესურის. შემდეგ ამას დავაკავშირებთ, რადგან ედუარდოსთან ერთად ამერიკული ბაზების ევროპაში ჩართულობაზე ვისაუბრებთ. რადგან ახლო აღმოსავლეთის ბაზები დროთა განმავლობაში უფრო მეტ ზიანს იღებენ, ისინი ნაკლებად აქტიურები ხდება. დიეგო გარსიაზე მხოლოდ იმას დავამატებ, რადგან უკვე ვსაუბრობთ ამაზე. ძირითადად ვეთანხმები ანალიზსაც, თუ რატო ჩამოვარდა ერთი ბაზა. ეს ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო ჰიპოთეზაა. შეიძლება სწრაფად და აჩქარებით ცოტა დროის პირობებში შეცვალეს ერთ-ერთი რაკეტა, რომელიც თეორიულად 2000-2500 კილომეტრამდე აღწევს. რა თქმა უნდა, არსებობს შესაძლებლობა შეიქმნას ერთგვარი პროტოტიპი, რომელიც ოდნავ შეცვლილია და არ ექვემდებარება გაუმართავობას. დავამატებ, რომ თუ არ ვცდები, ამერიკელებმა თქვეს, რომ ის რაც ჩამოაგდეს, გონიკი, ანის, ან მეორე ფიქრობ. ის ჩამოაგდეს ირანიდან დაახლოებით 3200 კილომეტრში და პოსტებთან ჯერ არ მისულა. ასევე იმიტომ, რომ როგორც ნახეთ, SM-3-ები ბევრად ადრე იჭერენ, ვიდრე შეჯახება მოხდება. ამიტომ ფიქრობ ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს არ ნიშნავს, რომ დარწმუნებულები ვართ, ისინი ნამდვილად მიაღწევენ ეგ ვერსიამდე, მაგრამ შეუძლიათ. და კიდევ ერთ დეტალს დავამატებ, ჩემი აზრით მნიშვნელოვანს, რომელიც უნდა ითქვას, ირანის მხრიდან მათ უარყვეს, რომ ეს თავდასხმა მათ განახორციელეს. ჩვენ მტკიცებულებები არ გვაქვს, მხოლოდ კრეისერის ეკიპაჟს, ან მათ, ვინც გადარები ნახეს, შეიძლება კონდეთ მტკიცებულებები. ღმერთო, გულწრფელად რო თქვა, მე არ ჩამომიყალიბდა ძალიან ნათელი წარმოდგენა, არის ეს რაღაც სახის ფეიკი თუ არა. სხვა შემთხვევებში დღემდე ყველა თავდასხმა ძირითადად ირანის მიერ იყო აღიარებული, თუ ახსნები. შეიძლება თურქეთში მომხდარი შემთხვევების გარდა იქაც არსებობს გარკვეული ეჭვები. ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ რეალურად, როგორც ლეონარდომაც თქვა, შესაძლებელია ამ რაკეტების სიშორის გაზრდა, რადგან ეს რაკეტები არა მხოლოდ უკვე დიდი სიშორისაა, არამედ ხშირად ძალიან მძიმე საბრძოლო თავის განთავითაც გამოირჩევა. ასე რომ შესაძლებელია, როგორც სწორად აღნიშნა,
მაშასე არა ედუარდო, ბევრი რაკეტა თავიდანვე სხვადასხვა ტიპის საბრძოლო თავით არის გათვლილი. ნახე, ყველა რუსული რაკეტა მაგალითად შეიძლება იყოს ბირთვული, კინეტიკური. ზუსტად, უკვე პროექტირების ეტაპზეც კი ამ შესაძლებლობაზე ფიქრობენ. კიდევ ერთი ბოლო ფაქტორი, რაც მახსენდება, ასევე განიხილეს ირანის მიერ სატელიტების გასაშვებად გამოყენებული გამშვები რაკეტების შესაძლო გამოყენება. მას რამდენიმე ესეთი რაკეტა აქვს, რომლებიც ალბათ უფრო ეფექტურია. თუმცა ეს ახალი იქნებოდა. და სხვათა შორის, ჩემი აზრით, ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა ყველა იმ ჰიპოთეზას შორის, რაც ჩვენ შეგვიძლია მაგიდაზე დავდოთ. ასე რომ დიეგო გარსიაზე ამ ეჭვებს ვსტოვებ, ყველას მადლობა. მე მაქვს ალტერნატიული ჰიპოთეზა, რომელიც შეიძლება გვაფიქრებინოს, რატო. ირანელებმა დიეგო გარსიაზე უარყვეს, ნახევარი სიმართლე თქვეს. ანუ ის რომ შესაძლოა ისინი მიმართული იყვნენ რომელიმე გემისკენ და არა დიეგო გარსიასკენ. მაშინ, იმ შემთხვევაში. ისინი დიეგო გარსიასკენ იყვნენ მიმართული. თუ იმ მანძილს ვენდობით, სადაც ეს მოხდა უბედურება 3200 კმ-ში. ომამდე ირანული წყაროები საუბრობდნენ ანტინავიგაციო ბალისტიკურ რაკეტებზე, რომლებიც 1500 კილომეტრზე მიდიოდნენ, რაც უკვე დიჟურია, 3000 კილომეტრი კი წარმოუდგენელია. ეს დაუჯერებელია, რადგან რაკეტის გაშვებისას ხომალდი უკვე გადაადგილდება და მის ჩამოვარდნის მომენტში სხვაგან იქნება. არც ვიცი, შეიძლება 6000, 7000 კილომეტრი იყოს, რაც ჩემი აზრით დაუჯერებელია. კიდევ ერთი დეტალი გამახსენდა ეხლა თუ მართალია ეს დინამიკა, რაც ამერიკულმა და ისრაელის წყაროებმა მოყვნენ, ანუ ეს სტარი თავდასხმა. თუ დავიჯერებ 3200-ის მოძრაობას, ვთქვათ, რომ მოახერხეს და მივიდნენ, ეს მაინც ნიშნავს, რომ ისინი მიაღწევენ ევროპის მნიშვნელოვან ნაწილს და ასევე სიცილიას, აგრეთვე იტალიის კონტინენტურ ნაწილსაც. შემდეგ ეს დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა ისინი მისვლას და თავის მოვას. რა თქმა უნდა, როგორც გრაფიკზე ვნახეთ, საფრთხე ემუქრება ევროპის დიდ ნაწილს. ყოველთვის ვიმეორებ, რომ ირანს თითქმის არ აქვს აზრი ასეთი ბალისტიკური რაკეტების ევროპაში გაშვებაში. სიზუსტე აბსურდული იქნებოდა და როგორც ვთქვით, მათ ქობინი ასე შეემცირებინათ, რომ ვეღარ შეძლებდით ცუდი სიზუსტის კომპენსირებას დიდი ქობინით. ამიტომ ეს იქნებოდა მხოლოდ პოლიტიკური გამოყენება, ასე ვთქვათ. მაგრამ მეორე მხრივ, ღმერთო, მე არ ფიქრობ, რომ ამას გააკეთებენ, რა თქმა უნდა. მათ დაჭერა ზოგ რეგიონში რთული იქნებოდა, თუმცა ევროპის დიდ ნაწილში, განსაკუთრებით რუმინეთში, AEGIS-ის სისტემებით, მათი ჩაჭერა შესაძლებელი უნდა იყოს. ამერიკული ნავსადგურებიდანაც, რომლებიც კვიპროსთან ახლოსაა, აქვთ SM-3 ტიპის რაკეტები, როგორც უკვე ვთქვი, თუ ეს საშუალებები პოზიციაზეა შეზღუდული გაშვებისგან დაცულები ვიქნებით, მაგალითად, თუ ამერიკული ნავსადგურები არ იქნებიან პოზიციაზე, ვიპოვე სიმულაცია, სადაც სიცილია ერთადერთი ოდნავ დაუცველი იტალიური რეგიონი იყო. მაგრამ აქაც ეს მხოლოდ შემთხვევები, არ მინდა პანიკა გამოვიწვია, უბრალოდ ცოტა უფრო მშვიდად უნდა მივუდგეთ. მაშსანამ დანიელი უპასუხებს იმ კითხვას, ეხება თუ არა რამე ეპსტეინის ფაილებს, მინდა ამ საკითხზე უპასუხო, რასაც კითხულობდი. კარაჩიოლამ თქვა, იმ ტურზე ისრაელების ყოფნას ითხოვდა. თუ ისრაელები 3200 კმ-ის სიშორეზე რაკეტებს ისვრიან, მთელი პლანეტა დაინახავდა, საიდანაც ისინი გაუშვეს. მათ არ აქვთ თვითმფრინავიდან რაკეტის გაშვების საშუალება, რომელიც 3200 კმ დაფარავს დიეგო გარსიამდე. მათ რაკეტების გაშვება ისრაელიდან მოუწევდათ, რაც ყველასთვის გამოჩნდებოდა. ჩემი აზრით, მაქსიმუმი, რაც შეიძლება, თურქეთის შემთხვევაში, რომელიც ბუნდოვანი იყო, მარტივად რო თქვა, ეს შეიძლება ირანული რაკეტა ყოფილიყო, რომელიც კვიპროსისკენ იყო მიმართული. რომელიც, როგორც გახსოვთ, ყოველთვის იმ თურქეთის რეგიონში დაჭერეს, რაც სირიის გვერდითაა. საბოლოოდ, ეს არის ის ტერიტორია, რომელიც ნაწილობრივ, ესე ვთქვათ, სირიის ტერიტორიას ესაზღვრება. ტრაექტორია იქედან შეიძლება თურქეთისკენ ან კვიპროსისკენ იყოს მიმართული. საქმე იმაშია, რომ ისინი იჩერენ, როგორც ლეონარდომ შესანიშნავად აჩვენა მანამდე, ატმოსფეროს გარეთ. რადგან იმ შემთხვევაშიც ისინი იყვნენ ჩამჭერელი. SM-3 გემებიდან, რომლებიც კვიპროსთან ახლოს არიან, იგივეები, რომლებიც იცავენ იმ ობიექტებს, რაც მანამდე დავასახელე, იმ შემთხვევაში ანალიტიკოსებისთვის ძნელია გაიგონ, სად მიდიოდნენ ისინი, მხოლოდ ის ვიცით, რომ ჩამოჭერამდე ცოტა შორს იყვნენ.
აი ესე რომ როგორ თქვათ ჰიპოთეზა ჩემი აზრით შეიძლება იყოს გონივრული რომ ისინი შესაძლოა კვიპროსისკენ მიდიოდნენ ვიცით რომ მას მაინც აქვს როლი ომში დრონები თავდასხმის მსხვერპლია ამიტომ ეს უფრო მარტივად აიხსნება ლეო შენ იცნობ რაიმე რაკეტას რომელიც ისრაელის თვითმფრინავიდან 3000 კმ-ზე უფრო შორს მიაღწევს არა მათ აქვთ ბალისტიკური და საჰაერო ბალისტიკური რაკეტები მაგრამ 3000 კილომეტრი არა აბსოლუტურად ოკამის სამართებელი გამოიყენოთ. ტექნიკურად შესაძლებელია. არა, რას ამბობ, მაგრამ ხო არსებობს სატელიტები, რომლებიც აფიქსირებენ გაშვების ინფრაწითელ კვალს. რუსები, ჩინელები, წარმოიდგინე, თუ ისრაელმა ეს გააკეთა. ამერიკელები ამას დაინახავენ. ეს რაღაც რომელიც რეკლამა უნდა იყოს მათი ბირთვული შეკავების რეკლამა. იორე ამბობს, რომ ირანელებს არ აქვთ ასეთი დიდი რაკეტმზიდი წყალქვეშა ნავები. მხოლოდ ანტიგემები ყავდათ და მათი ყველა წყალქვეშა ნავი გამოუსადეგარია. ინდოეთს შეეძლო ეს გაეკეთებინა, მაგრამ არა ბიჭებო, არა. არა, არ ვიცი ვინ არის ტექნიკურ მრჩევლებში კრაჩია. თუ კონსპირაციულად ვიფიქრებთ, უფრო მარტივია ვიფიქროთ, რომ ეს გამოგონილი ამბავია, რადგან წყარო ისინივე არიან. რატო ვფიქრობთ, რომ რაკეტა ისრაელიდან გაუშვეს? იქნებ უბრალოდ ისრაელმა გაავრცელა ეს ამბავი? მეთმა დამიფაროს, არ ვიცი, ესე რომ უფრო ფრთხილად ვიქნებოდა. დანიელე, თუ არის რაიმე ახალი ეპსტეინის ფაილებთან დაკავშირებით, თუ ეს თემა დავიწყებას მიეცა და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რატო? ვიცე-პრეზიდენტი ვანსი ბოლო დროს ნაკლებად ჩანს, ასე ვთქვათ, პრეზიდენტის გვერდით, მის გამოჩენებთან შედარებით, ცოტა გაქრა სცენიდან არის მიზეზი. რუბიო ყველაზე ნაკლებად სასურველი მეჩვენებოდა უკრაინასთან მოლაპარაკებებში, ახლა კი მოულოდნელად წამოიწია და ვანსი დაქრა. ასე რომ, ჯერ ეპსტეინი და მერე ვანსი. ამიტომ იტალიურ მედიაში თითქოს მთლიანად გაქრა ეს ამბავი. ამერიკულ მედიაში კი ძალიან დაბალი გაშუქება აშკარა მიზეზების გამო. ინგლისურ მედიაში ეს ამბავი საოცრად დაშუქებულია, საინტერესოა. ეპსტეინის სკანდალი, ნიუ-იორკი, კარიბის კუნძულები ეს სისტემაში კატაკლიზმს იწვევს. არა მხოლოდ ინგლისის მონარქიაში, არამედ ინგლისის პრემიერ-მინისტრის შემთხვევაშიც, რომელიც სრულიად უპასუხისმგებლოდ აირჩიეს. როგორც ახალი ელჩი, რომელიც სწორედ ტრამპთან უნდა გაეგზავნათ. მანდელსონი. ყველა მიცოდა, რომ მის სკანდალში იყო ჩართული. ეპსტეინის სკანდალთან დაკავშირებით მე, რომელსაც გამოცდილებით არ მჯერა კონსპირაციული თეორიების, არ მჯერა, რომ ის გაუჩინარდა. ტრამპმა ირანთან ომი დაიწყო და ამერიკულ საზოგადოებას ეს არ აუწყდება. ის რაშიც დარწმუნებული ვარ არის ის, რომ ეს საქმე სულაც არ არის დასრულებული. მე ყოველთვის ვამბობდი და მინდა ეს აღვნიშნო პარაბელუმის მიმართაც, რომელმაც ამ ამბავს იტალიურ მედიაზე რამდენიმე თვით ადრე გააშუქა. ეპსტეინის სკანდალი მხოლოდ სექსუალური სკანდალი არ არის. ეს არის სკანდალი, რომელშიც არიან პერვერტებიც, მაგრამ აქ საქმეებსაც აქვს ადგილი. უზარმაზარი ფულის გათეთრება ბინძური ფულით. ეს ბევრია და ეს უკვე დადასტურებულია კონგრესის მრავალ დოკუმენტში. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა EPA-ის ყოფილი დირექტორი და ტრამპმა არ გაუშვა შანსი, რომ თავისი ჩვეულებრივი უხამსობები ეთქვა, განსაკუთრებით როცა ვინმე კვდება. მან თქვა, არა, ეს რაღაცები მიულერის გამოძიება განსაკუთრებით რუსეთთან დაკავშირებულ ნაწილში მძიმე დამხილავდა რუსებს აშშ-სა და ეპსტეინის საქმეში. გიმეორებთ, რადგან თვეებია ამაზე ვსაუბრობ. არსებობს საერთაშორისო ფულის გათეთრება Deutsche Bank-ის მოსკოვისა და Deutsche Bank-ის ნიუ-იორკის მეშვეობით. ძალიან ბევრ შემთხვევაში სამშენებლო სფეროში ყურადღება თავარი საკითხი ფულია, მეორე ინფორმაცია და შანტაჟი. რადგან არსებობს. ასევე არიან ისრაელის
სპეცსამსახურები, თქვათ ასე. ამ კუთხით საქმეები საკმაოდ ჩახლართულია. ისინი მიზანიმართულად ცდილობდნენ დაერკვიათ რა იყო შენი სისუსტე, რომ შემდეგ ეს შენთვის გამოეყენებინათ და დაგეკავშირებოდნეთ. და შემდეგ საუბრობდნენ ბიზნესზე, ნაცნობებზე და სხვა საკითხებზე. მაშ, საიდუმლო სამსახურები, მაგრამ მინდა ვთქვა იტალიაშიც კი, ვისაც ისტორიული მეხსიერება აქვს. გენერალე დე ლორენცოს პიანო სოლოს ამბების დროს ცნობილი დოსიეები, რომლებიც პოლიტიკოსებზე მზადდებოდა. იმ დროს კარიერას გაანადგურებდნენ. არ ვიცი რატო. ერთი იყო ჰომოსექსუალი, მეორე იტალიის პრეზიდენტი ცოლს უღალატებდა, ან ცოლი უღალატებდა პრეზიდენტს და ასე შემდეგ. დოსიებს ყოველთვის აგროვებდნენ. ეპსტეინის საქმე საშიშია ახლაც, ანუ მე ისევ ვფიქრობ ერთ რამეს. ეპსტეინის საქმე არამხოლოდ შორს არის დასრულებისგან ამერიკაში, რაში ტრამპი ახერხებს მის ჩახშობას. რადგან, როგორც ადრე ვამბობდით, სეკის შესახებ, ანუ იტალიის კონსობის ანალოგი, იუსტიციის სამინისტრო არის პირველი ძალაუფლების ცენტრი ამერიკის ადმინისტრაციაში, რომელზეც ტრამპმა ხელი დაადო. არა სიმართლის გამოსაშკარავებლად, არამედ ცნობილი პირების დასამალად. დანარჩენი 3 მილიონი ფაილი, რომლებიც FBI-ში, ასევე FBI-შიც შეგროვდა. კიდევ ერთ ბოლო რამესაც გეტყვით, დანიელე მოიცადე, ასე პასუხიც იქნება. ამბობენ, თეზა იქნებოდა, რომ აშშ-ს სავსეა. ისრაელი რატო უჭერს ტრამპს აპებზე? ამას ჩვენ არ ვამბობთ. ამერიკის ანტიტერორისტული სამსახურის უფროსმა ტულსი გაბარდმა, რომლის ცოლიც ერახში დაიღუპა, თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ომს არ ეთანხმება. ისრაელის ლობი არის მიზეზი, რის გამოც ჩაგვხდეს ამაში. ასე რომ, ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობს დანიელე მორო. ასე აცხადებს ამერიკის ანტიტერორისტული სამსახურის მაღალჩინოსანი. ის იყო ან დირექტორის მოადგილე, ან დირექტორი, ასე რომ ჩვენ საუბრობთ ამერიკის დაზვერვის უმაღლესი დონის პირებზე. მაშ, გადავიდეთ პირდაპირ, ეს მონაკვეთი ძალიან საინტერესოა. ბოლო დღეებში მოხდა განხეთქილება, რომელიც ეხლა აფეთქდა. ეს გადადგომები, რასაც მირკო ახსენებს, ამ ამბის ყველაზე საჯარო ნაწილია. გიგანტური განხეთქილებაა მაგას სამყაროში. ასე რომ, რო გავამარტივოთ ამერიკულ ცენტრალურ მემარჯვენეებში, ერთი ნაწილი რჩება როგორც ისტორიულად ისრაელის მხარდამჭერი, მეორე ნაწილი კი სრულიად საპირისპირო მიმართულებით წავიდა. ამბობენ, რომ საქმე იუდეურ მასონურ შეთქმულებასთან გვაქვს. ყველაზე ცნობილი, რომელსაც ბევრი იცნობს, არის ტაკერ კარლსონი. გახლეჩა ძლიერია, როგორც ცენტრისტულ მემარჯვენე, ასევე ცენტრისტულ მემარცხენე ბლოკში და დემოკრატიულ პარტიაშიც ისრაელის საკითხზე. საინტერესოა, რომ თაობების მიხედვითაც გახლეჩა ახალგაზრდა რესპუბლიკელები ტრადიციული სოლიდარობისგან, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას ისრაელის მიმართ ჰქონდა, დისტანცირდებიან და საპირისპირო პოზიციებს ირჩევენ. იგივე სიტუაცია დემოკრატ ახალგაზრდაებში. ეს გახლეჩა ასევე უკავშირდება სხვა ასპექტსაც. მირკო, ეს კი შენ უკვე ირანში ომის პირველივე დღეებიდან დააფიქსირე. ჯადოსნური სამყაროს ნაწილმა ტრამპს უთხრა: პრეზიდენტო, მითხარი, შენთვის მეყარა ხმა, თორემ დარჩებოდნენ ბაიდენი, ობამა, ჰარისი და დაიწყებდნენ მესამე მსოფლიო ომს. თქვი, ომი აღარ იქნებოდა, მაგრამ 14 თვეში 8 ომი წამოიწყე. ანუ ნიგერიაშიც კი დაბომბა. არა მხოლოდ ეს, არამედ ყველაზე სერიოზული ისაა, რომ ამჯერად და სწორედ ამაზე ვსაუბრობ დღესაც, შენ ჩაები კონფლიქტში, საიდანაც სოფლიოში არც ერთი ადამიანი არ იცის, როგორ გამოხვალ. და ნახეთ, ის შეხვედრა, რომელზეც ადრე ვსაუბრობდით, საათნახევრის წინ, მე ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა, რომ პირველივე ვინც არ იცის, როგორ გამოვა ამ მდგომარეობიდან, მიუხედავად ლაპარაკისა, არა, მე ვარ ყველაზე ჭკვიანი მსოფლიოში, ჩემნაირი ლამაზი, სწორედ ის არის.
მესამე პუნქტი, რომელიც ამას უკავშირდება, ვენსი უკვე დამქრალი იყო, თუ გახსოვთ, ვენესუელაში ოპერაციის შაბათ საღამოს, სადაც მარალაგოში იმპროვიზებული პატარა სამიტი მოაწყვეს. თუ ნახავთ იმ სურათებს უკან ფარდითა და 4 პანელით, ცდილობდნენ თეთრი სახლის იმიტაციას. ამიტომ ობამას, ბაიდენის, კლინტონის ის ცნობილი ფოტო ღამით, რომელიც სინამდვილეში კვირა იყო, ვაშინგტონის დროით დაახლოებით 10 საათზე, მე ამას ვადევნები თვალს, იქიდან სხვათა შორის პრაქტიკულად რეალურ დროში ბინ ლადენის დაჭერა. უკვე მადუროს ოპერაციაში ვანსი არ ესწრებოდა. ამ კვირებში ის კვლავ არ ესწრება. თქვენ ალბათ დღეს დილით ნახეთ, რომ პაკისტანიდან ამბები ამბობდნენ, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენ პაკისტანელებს ყველაზე შესაფერისად მიგვაჩნია ირანელებთან სასაუბროთ, შეიძლება სწორედ ვანსი იყოს. დღეს საღამოს ტრამპმაც დაასახელა ის. თუმცა თქვათ, რომ მან დაასახელა, რომ გავიგოთ 10 სახელი, რუბიო, კუშნერი, უიტკოკი, ორჯერ თქვა, ვანსიც არის, თუმცა არ იყო ადგილს. ჩემი შტაბეჭდილება მართლა მე არ ვარ კონსპიროლოგი, ჩემი გამოცდილებით არის ის, რომ ეს განხეთქილება ჯერ კიდევ არსებობს. ზოგიერთი გამოკითხვით, გასულ კვირას ტრამპის ამომრჩეველთა დაახლოებით 15% ოპერაციას არ ეთანხმება. ეს ნაკლებიავია ვიდრე ველოდი. მანსმა არჩევანი გააკეთა. ის ადრე ტრამპს, ჰიტლერს ადარებდა და ამას 5 წლის წინ ამბობობდა. არა, რომ მან როცა დაინახა როგორ მიდის საქმე კრახისკენ, ამბობს, აბსოლუტურად კი, მე ასე ვიბრძვი. რესპუბლიკელები. შემდეგ მათ კანდიდატი, რომელიც არ დამწვარა. რა თქმა უნდა, დიახ. ვეთანხმები შენ, ეს არჩევანი თანმიმდევრულობისა, იმ გაგებით, რომ შენ ამბობ, შენ ხარ ტრამპი, ვინც აზრი შეიცვალა, არა მე. მე წარმოვადგენ იმ სამყაროს და თქვათ ამომრჩევლის 15%-ს 85%-ის წინააღმდეგ. ასევე, იმიტომ რომ ასე ბოდიში, დანიელე, შეიძლება მკაცრად და სუფთად თქვა, მე ვარ ნამდვილი, მაგას მემკვიდრე. მაგრამ ასეა, ასე რომ ის, რასაც ვცდილობთ გავარკვიოთ, ნიშნავს, რომ იმ უმრავლესობაში, რომელმაც ტრამპი არჩევნებზე მიიყვანა, არის თემები, რომლებზეც უმრავლესობა გახლეჩილია. ერთი არის ისრაელი, მეორე არის ეპსტეინის საქმე. დახსოვდეთ, რომ ტრამპი პარლამენტმა აიძულა ეპსტეინის დოკუმენტების ძალიან ცენზურირებული ნაწილის შესახებ რაღაცა ეთქვა. რადგან რესპუბლიკელმა ამომრჩევლებმა თავიანთ წარმომადგენლებს უთხრეს, თქვენ მთელი საარჩევნო კამპანია ამბობდით, რომ თუ ჩვენ აგირჩევდით, ხელისუფლებაში დაბრუნდებოდით, უჯრებს გახსნიდით და ეს არ გაგიკეთებიათ. ამ ეტაპზე გაქვს მესამე თემა. Make America Great Again-ს მომხრეები. ანუ 3 ძირითადი საკითხი. ამიტომ ვამბობ, რომ ეპსტეინის საქმე არ უნდა შეაფასოთ. ამაზე ცოტას ლაპარაკობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთის რისხვა არ დურს. ლონდონში მძიმე მდგომარეობა არა მხოლოდ სტარმერისთვის, არამედ მეფისთვისაც. მეფეზე ინფორმაცია გამოაქვეყნა ცნობილმა ინგლისელმა საგამოძიებო ჟურნალისტმა ენდრიუ ლოუნიმ, რომელიც მაიკ ურფის ანალოგია აშეშიშუში. ეს ორი, ჩემი აზრით, ამ თემაზე საუკეთესო ჟურნალისტებია მსოფლიოში. ეპსტეინ ლოუნიმ დაადგინა, რომ 12 მილიონი გირვანქის გადახდა, რომელიც ენდრიმ იმ გოგონას მისცა, ვინც შემდეგ თავი მოიკლა, მხოლოდ დედოფალს არ მიუცია. როგორც წლები ფიქრობდნენ, მაგრამ 12 მილიონიდან მხოლოდ 2 მილიონი თავად გადაიხადა. ამჟამინდელი ინგლისის მეფე. ასე რო გამოდის. ხომ არ შეგიმჩნევია, რომ დედა იცავდა თავის შვილს ამ ამბავში. არა, შენ შეგნებულად. ანუ შენ ყველა ინსტრუმენტი ქონდა იმისთვის, რომ გწოდნოდა ეპსტეინის სკანდალი, უზარმაზარი სკანდალია, სადაც ჩემი აზრით ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ერთმანეთს აშანტაჟებს. ერთ კითხვას დაგისვამ, რა პოზიცია აქვს ვენსის ბნელ მფარველს, პიტერ თილს, ამ ჩარევებზე?
ეს ორი აურზაური მიზნად ისახავს პალანტირის კიდევ უფრო დაწინაურებას, რაც პალანტირის წინააღმდეგ გამოსვლითაც გამოჩნდა. ასე ძახიან ამას ანთროპიკი თუ არ ცდები სხვადასხვა შეთანხმებები პენტაგონთან და ასე შემდეგ. პიტერ ტიუმმა შესაძლოა ანთროპიკის თავშეკავებულობით ისარგებლოს, ეს ბარბატოსთან ხელოვნურ ინტელექტზე ეთერში განვიხილეთ. რა გავლენა აქვს პიტერ ტილსვანსის საუბარზე? რადგან ვიცი რომ ის იყო მისი ასე ვთქვათ აღმზრდელი და ასე შემდეგ და პიტერ ტილსაც აქვს თავისი იდეები. მოკლედ გივრჩევ. ჩემი აზრით, უნდა დაველოდოთ რამდენიმე კვირა, რომ გავიგოთ სიტუაციის განვითარება. მაგრამ საინტერესოა ეს კითხვა, ულტრაფელად რო ვთქვა, მე ამაზე არ მიფიქრია. ძალიან საინტერესოა ერთი მიზეზის გამო. თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, რომ თეთრი სახლი უბრალოდ ისტორიულად იმ ძალაუფლებების საბოლოო წერტილია, რომელსაც ჩვენ ძლიერ ძალებს უწოდებთ. ძლიერი ძალები, რომლებიც მხოლოდ დიდი კაპიტალისტები არ არიან. ასევე პროფკავშირი, ზოგიერთი ადმინისტრაცია, მაგრამ ძალიან ძლიერია, მაგალითად, ებრაული ლობი, აიპაკი, ისტორიულად ძალიან ძლიერი და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, არსებობს გახლეჩა თავად ძალაუფლების სისტემაშიც, რომელიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს თლიანად ერთიანი იყო. ყველა უკრავდა ტაშს. ანუ, ჩემი აზრით არის რაღაცა ფარული, რაც ეხება იმასაც, რასაც შეიძლება ამერიკულ ახალ ეკონომიკას უწოდოთ. ბოლო კვირებში ვიღაცა ჩუმადა. ვიმეორებ, ამ ძალიან ძლიერ ძალებზეც კი, არა უბრალოდ ძლიერებზე, როგორც სტილზე, მასტზე და ასე შემდეგ. ბოლო დღეების სიჩუმე ბევრ განცხადებაზე მეც ამბობს. ბევრი ხალხია, ვინც ელოდება, რა მოხდება. ლეონარდო ადრე ხსნიდა ერთ. შეიძლება კოლეგები უჩნაურად მოძრაობენ. პალანტირის გარდა, რომელსაც იყენებენ როგორც ხელოვნურ ინტელექტს, ის ჩართულია კონფლიქტში და ასე შემდეგ. შემდეგ მან დაარსა ლუკთან ერთად პრაქტიკულად ანდურილი, მას ძალიან მოსწონს ბეჭდების ბრძანებლის თემატიკა, პალანტირი, ანდურილი, არაგორნის დასავლეთის ცეცხლოვანი მახვილი და ასე შემდეგ. ეხლა ის ცდილობს, სწორედ ამ საათებში, Silicon Valley-ის ბანკი ერებორით ჩაანაცვლოს. გროტო ცდილობს შევიდეს სამხედრო შესყიდვებში, ხელოვნურ ინტელექტსა და საბანკო სფეროში, სადაც უკვე მოქმედებს. დიახ, ამას გულისხმობ. თეთრი სახლი ძლიერ ძალაუფლებათა ცენტრია. სხვა ქვეყნებში ასე არ არის, არ ვიცი. საფრანგეთში, სადაც რესპუბლიკის პრეზიდენტს ხშირად აქვს უზარმაზარი გავლენა სახელმწიფო, საჯარო და სხვა კომპანიებში. თეთრი სახლი უბრალოდ კაპიტალისტებს შორის დაპირისპირების ტერმინალია. გიჟურად ძლიერები. საგიკეთებთ მაგალითს ერთ კომპანიაზე, რომელსაც ყველა იცნობს, Coca-Cola. თუ ნახავთ რა არის Coca-Cola-ს ლობი ვაშინგტონში, მაგრამ ის ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მაგრამ როცა სცადეს შემცირებინათ შაქარი. მაგრამ უნდა ნახო რა არის ეს ლობიები. ანუ მთელი მსოფლიო კაპიტალიზმის ძალა არ არის დამოკიდებული ტრამპზე. ის ცდილობს გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე, ამ შემთხვევაში პენტაგონის ან ამერიკული ფინანსების. ამიტომ ნამდვილად გაქვს დაპირისპირებები. ტრამპის მხარდამჭერი ფრონტი, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაშიც ნაკლებად ერთიანია, რადგან ყველას თავისი ინტერესები აქვს. ისინი კონკურენტები არიან. თუმცა გაერთიანდნენ ტრამპის მხარდასაჭერად, რომელიც ცდილობდა ევროპის განადგურებას. კრემლს ფარულად ჭამს. მაგრამ რეალურად მათ აქვთ კოლოსალური ინტერესები კაპიტალისტურ დონეზე. თქვათ, რაზეა დაპირისპირება. შეგიძლია იყოს ტრამპის მეგობარი, ტრამპის მტერი, მაგრამ საბოლოოდ შენი ინტერესები შენია. ამიტომ რომ რაღაც მოხდეს, მათ შორის ამ მოვლენებთან დაკავშირებითაც, მე ამას არ გამოურიცხავ. მიმდინარეობს მოლაპარაკება
მაგრამ მე არ ვიცი დასაფუძველს. თუ ტრამპმა თქვა ვისაუბრეთ და შეხვედრა იყო პროდუქტიული, ხოლო ისინი ოფიციალურად უარყოფენ შეხვედრის არსებობას. ალბათ ეს იყვნენ მეორე ან მესამე ეშელონის წარმომადგენლები, რომლებსაც ერთმანეთთან საუბარი ჰქონდათ. არ ვიცი რა საფუძველზე მუშაობენ ვიტკოფი და კუშნერი ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმზე. თუ ისინი ამტკიცებენ რომ მოლაპარაკება არ ყოფილა, მაშინ რა საფუძველზე? ტრამპი ამბობს 5 დღეს, ისინი ერთ თვეს და მაინც შეთანხმდით ერთ ხაზზე იყავით. მოთხოვნა ცოტაა, თანმიმდევრულობა მაინც დაიცავით, თორე ყველას თავისი დღის წესრიგი ეყოლება. ალბათ იტყვი ირანელები დაბნეულები არიან და მეც მჯერა. ერთს ეს ამბობს, სხვები სხვას. ერთი თვე იყო ცეცხლი და მერე ჯერ ის 5 დღიანი უნდა აიღო. ნახე შემთხვევით რომელ დღეს მთავრდება. ხო, ვიცი, მეტყვი. გმადლობთ. ანუ როცა მარნები ჩამოდიან, ყოჩახ ლეონარდო. ვიღაცამ შეამოწმა რომ თავდასხმები შეწყვიტეს. დღეს სამშაბათია. კვირა 5 დღეა, ნახეება. სარგებლობას ვიღებ, რადგან წინასწარ მოვამზადეთ საჭირო რაღაცები. მაგრამ კარგია, როცა რაღაც სპონტანურად ჩნდება. ამას ყოველთვის ვამბობთ, ყველა თავდასხმა რაც ხდება კვირის ბოლოს, შემთხვევით ბოლო დღეებში, ყოველთვის დააკვირდით ცხოვრების შემთხვევებს. თქვენი აზრით, ამერიკელების სამიზნეები რაზე იყვნენ კონცენტრირებულები ბოლო დღეებში? ჩვენ ნახეთ ბევრი ვიდეო გაშვების სისტემებზე, თვითმფრინავებსა და გემებზე. სწორია, გამოიცანი და გამოცანა სად იყო ამერიკული და ისრაელის ბომბდამშენებისა და სარაკეტო თავდასხმების კონცენტრაცია ბოლო 3 დღეში. მაშასე, სახმელეთო ძალები? შემთხვევით სახმელეთო ძალა. და დამთხვევაც. ასევე კუნძულებზე, რომლებიც თქვათ ყველაზე მეტად არიან ექვემდებარებულნი. არა, ეს ხარგი არ არის. ეს ხარგი არ არის, არა. ეს ხარგი არ არის, ხარგი უფრო ცუდია. ეს ხარგი არ არის, ეს ხარგია. სხვათა შორის ეს ტერიტორიები ირანმა დაიკავა, თუმცა ემირატები პრეტენზიას აცხადებს. ვნახოთ ბოლო 3 დღეში რა პროგრესია. სადაც მექანიზებული ძალები დაზიანდა. ანუ ისინი, ვინც სწრაფად შეძლებდა ჩარევას ან მოშორებით მყოფი ძალები. ჰორმუზის სრუტეში მოძრაობენ საზღვაო ქვეითები. ხდება 5 დღიანი პაუზა, ეს არის შაბათ-კვირა. ამ დროს კი ბომბავენ სახმელეთო ძალებს. ეს დასანახად არც ჯადოსნური ლამპარი და არც განსაკუთრებული გემოვნება გჭირდება. ორი ამფიბიური ჯგუფიდან ერთ-ერთი, ამას სერტიფიცირებული სატელიტური მონაცემებითაც ხედავთ, უკვე დეკო გარსიაში მივიდა. ასე რომ ეს მხოლოდ ხმები არ არის. აშეშის ხაროები ასევე საუბრობენ საჰაერო სადესანტო დივიზიაზეც, რომელიც მზადყოფნაში უნდა იყოს მოყვანილი. ეხლა ღმერთო, კარგი, აქ შეიძლება უზარმაზარი საუბარი გავხსნათ. ამ ოპერაციის აზრი ყველაფერს რისკავს, ჩემი აზრით, მას შეიძლება მხოლოდ ერთი აზრი კონდეს. ზოგიერთ კუნძულზე ორმუსთან ძირითადად მაინც რჩება ის, რაც რისკავს გახსნას. ანდორას 5, რომელიც არ ვიცი რამდენ ხანს დაგტოვებს. კუნძულების გახსნა ავტომატურად არ უზრუნველყოფს ორმუზის სრუტეში 7 სამოქალაქო მოძრაობას. გარდა ამისა, ვფიქრობ, გამოსავლის ძიებაში შეიძლება კიდევ უფრო ღმად გაეხვიონ ამ პრობლემაში და ჩვენც ჩაგვითრეთ. კუსკა არ დაიხსნა. ანტიაქსესისა და რედენიალის ბუშტები. დაუშვათ, ყველაფერი კარგად წავიდა. გადასხდომა და დარგვაც წარმატებით. მაგრამ შემდეგ დიორმუსი მაინც ახლოს არის. არის ნაღმების და დრონების პრობლემა. 100%-იანი უსაფრთხოების ბუშტის შექმნა შეუძლებელია. სხვათა შორის საზღვაო ქვეითებიც იქნებოდნენ კუნძულებზე, რომლებიც სანაპიროდან ამდენიმე 10 კილომეტრში ან კიდევ უფრო ახლოს, თუ უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფენ. ირანის შეიარაღებულ ძალებს ასობით კმე სანაპიროს გამოყენება აეკრძალათ. რაც მგონია, რომ თვითონ ტრამპიც კი ყველაზე მხიარულ დღესაც კი ამას ვერ ითხოვდა, მართლა ძალიან სარისკო რამე. იმიტომ რომ იქ არიან საზღვაო ქვეითების დანაყოფები, რომლებიც კუნძულებს იკავებენ, შეიძლება ფოტოებსაც იღებენ, რა თქმა უნდა, აყენებენ საჰაერო თავდაცვის ანტიდრონულ სისტემებს, რაღაცას აკეთებენ თავდასხმებს და ფის თავიდან ასაცილებლად.
გადარების სასარგებლოა საოჯო გემების დასაცავად, მაგრამ მაინც რჩება ახალი და დიდი სამის. იგივე საზღვაო ქვეითები, რომლებსაც შეიძლება артиლერიითა და იაფიარალებით აბომბონ. უნდა ითქვას, ვიხილეთ აათიები და სუპერ ჰორნეტები, რომლებიც სანაპიროებზე ტყვიამფრქვევებიდან ისროდნენ. ზოგიერთ ზონაში მათ თითქოს ეს თავისუფლება აქვთ, ღმერთო, ეს თავისუფლება. სხვადასხვა ჩემი აზრით ეს მაინც საკმაოდ საშიში რამეა, იმიტომ რომ მემფეცის, ანუ ხარზე სატარებელი რაკეტების საფრთხე, მე არ ვფიქრობ, რომ სულად შეიძლება განეიტრალდეს, არც კი ყველას. ვფიქრობ, კარლის კუნძულის აღება წარსულისთვის უფრო აზრიანია, რომ პირდაპირ ხელზე მოჭირა. ისინიც კი არ არიან 2000 ულმუზის სუთის პატარა კუნძულებზე. ისინი უშლიან ხელს იმათ, რომ არ მოაწყონ აუზაური, არ გაუშვან დრონები და ასე შემდეგ. უფრო მეტიც შეიძლება იქ ჯარიც კი ყავდეთ. ირანელებისთვის ეს დროის დაკარგვა, რადგან დამალვა რთულია. სხვათა შორის მათ დრონების გარდა სხვა მეთოდებიც აქვთ. მოდით ნაღმებზეც ვილაპარაკოთ, რომ ეს თემაც შევიტანოთ საუბარში, რადგან ამაზე ბევრი სპეკულაცია იყო, Wall Street Journal-ის სტატიებიც არსებობს, სადაც საუბარია 1013 ნაღმზე, რომლებიც უკვე ადგილზეა განთავსებული. ვიხილეთ, რომ ირანელებმა ჩინური, ინდურ და რუსულ გემებს 2 მილიონი დოლარის საფასურად თითოეული გასვლის უფლება მისცეს. ისინი ძალიან ახლოს გადიოდნენ ირანის სანაპიროსთან. თუ ნაღმებია, არ ვიცი შერჩევითი ნაღმებია თუ არა, არ მგონია რომ შეძლონ. ვფიქრობ, მათ ეს ადგილი დანაღმეს. ეს მთავარი კორიდორია, რომელიც კაშმირის კუნძულის ქვემოდან ნახევარკუნძულამდე გადის. მარშრუტი გეტყვი ჩვენს სანაპიროებთან ახლოს გადის, ჩემი აზრით. მაგრამ ჩანს, საიდან გადიან ის რამდენიმე გემი. მათ დანაღმეს და განურჩევლად დაარყეს ყველაფერს, რაც თავარ კორიდორში აღმოაჩინეს, რომელიც ვიწრო სრუტის ფართო ნაწილში მდებარეობს. ნებისმიერ საიტზე, ტრეკინგის საიტებზე და დაზეთებშიც კი მარტივია ამის თქმა, ფაქტობრივად ჩანს ტრაექტორია. ამ რამდენიმე გემს, რომლებიც გაატარეს ფაქტობრივად, როგორც თქვით, ძალიან ახლოს ატარებენ საკუთარ სანაპიროებთან, ისეთ ზონაში, სადაც შეუძლიათ კიდეც გააჩერონ ისინი. ან სუნცირე ვიზუალურად დაადასტურონ, რომ სწორედ ეს გემებია. ამიტომ ვფიქრობ, მათთვის მარტივია. სანაპიროსთან ახლოს სრუტე არ დანახმო. და შესაბამისად, თუ კი დასათმელი გემი ცდილობდა გაევლო, მათ მარტივად შეეძლოთ დაევდღათ მისთვის სხვადასხვა სახის ნაღმებით. ხოლო ის ნაღმები, რომლებიც აქ ხედავთ, ზოგიერთი მოდელი, თავისუფლად შეიძლება გამოიყენონ თავარ მონაკვეთზე, რომელიც სანაპიროდან უფრო შორსაა. უფრო რთულია ირანისთვის კონტროლი, იდენტიფიცირება, იმ მონაკვეთზე გემების იდენტიფიცირება უფრო რთულია. ამიტომ ისინი სულად უნდა დაარტყან, განურჩევლად. რა ის ძლიერი საშუალებებით იპოვეს ისინი, ვინც გადის. ზუსტად ხედავთ, ტრანზიტი ფაქტობრივად უნდა იყოს კეშმის კუნძულთან ახლოს და იმ პატარა კუნძულის ჩრდილოეთით, რომელსაც ლარაკი ქვია. თუ არ ცდები, ეს ირანის სანაპიროებთანაა და ახალი კორიდორია, რომელსაც ომამდე კომერციული გემები არ იყენებდნენ. ეს საათები სპეციალურად შექმნეს, რომ ირანის შეიარაღებულ ძალებს მარტივად ეცნოთ. ნაღმები. სხვათა შორის, ბოლო დღეებში უკვე ჩანს პირველი ნიშნები მათი განლაგების. დიახ, აქ კარგად ჩანს, თუ ცოტა უკან დაბრუნდები მირკო, აი ეს წითელი გემები ბანდარ-აბასის ქვეშ ახლოს გადიან. ეს ახალი კორიდორია, რომელიც დაიწყეს ყველასთვის, ვისაც ირანთან შეთანხმება და გავლა სურს. თავარი კორიდორი კი ცოტა უფრო ჩრდილოეთით იყო კასაბთან. ფაქტობრივად, ნახევარკუნძულის ოდნავ ჩრდილოეთით. და იქ ბოდიშით, იმიტომ რომ ეს მარშრუტი ასე ახლოსაა და ჩემი აზრით ეს ზუსტად ის მარშრუტია, იმიტომ რომ ეს ის გზაა, სადაც ისინი დარწმუნებულები არიან, რადგან ასე ახლოსაა, ეს მათთვის სწორედ ის გზაა. ჩემი აზრით, ირანი ამბობს, თუ გინდათ გაიაროთ, შეთანხმება უნდა დადოთ, მაგრამ მაინც არ ენდობიან. ხო, თუ არ გადაიხდი გესვრი, გადიხარ ორ კუნძულს შორის, რომლებიც მათ აკონტროლებენ. იქ პირდაპირ ჩანს ვერ მოგვატყუებ, რადგან ტრეკინგის საიტებზე თავად მინახავს გემები, რომლებიც წერენ ჩინელები ვართ, იუტებთანაც, სახელს, ტიპს და ISIS იდენტიფიკატორს უცვლიდნენ, წერდნენ ჩინელები ვართ და ეკიპაჟიც ჩინელია.
მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. მსგავსი რაღაცები ხშირად ხდება. ეხლა თითქოს სასაცილოდ გონია, მაგრამ რეალურად ასე არაა, რადგან ეს ხომ გემების ეკიპაჟია. რა თქმა უნდა, ასე უბრალოდ არ გადააქვთ კი ამ პერიოდში, მაგრამ იქმება ასეთი თამაშებიც, რომლებიც ადგილზე ხდება. და ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ ასე ახლოს გაატარონ, რათა თავიდან აიცილონ მოთხოვება ირანული თვალსაზრისით. როგორ არის შესაძლებელი რომ ეს ამერიკული გადაადგილებები, ანტისარაკეტო რადიოს სისტემები და ასე შემდეგ ირანელებმა დააზიანეს? თვეები ყურაც ისინი არ აღმოჩნდნენ. რადარები არ არსებობს, ისინი ღიაა და უზარმაზარი ნაგებობებია. ასევე უნდა ითქვას, როგორც პირველ ლაივებში ვთქვით, ომი დაიწყო შესაძლებლობის გამო. იმ მომენტში ისინი შეიკრიბნენ, ალბათ ომი დაგეგმვამდე უნდა დაეწყოთ, ბაზები უკვე დაცლილი იყო, ანუ ყველაფერი უკვე მზად იყო. ისინი მინიმალური პერსონალით იყვნენ, მაგრამ ალბათ სწორედ იმიტომ, რომ პერსონალი მინიმალური იყო, იქ არავინ იყო, არ ქონდათ დრო, რომ დაეცვათ ის რაც იყო, თქვათ, ამ მოედნებზე ამ ხრივ. და მე ესენი ასეთი მნიშვნელოვანი სამიზნეები არ არის. ანუ ბევრად უარესია დაკარგოთ ადის რადარის სისტემა, ან ფიქსირებული რადარები, რომლებიც რამდენიმე მილიარდი ღირს, ვიდრე ეს. ზოგ შემთხვევაში თადის რადარებს როგორც მახსოვს, არაბთა გაერთიანებული საამიროების შემთხვევაში ჰქონდათ მორთხოვების მორწყობილობა. ანუ თადის თითოეულ რადარზე, თითოეულ ბაზაზე უნდა იყოს ხალბი რადარი. ეს სატელიტიდან ჩანდა იმ ბაზებში, რომლებიც მერე დაიბომბა. მაგრამ მიუხედავად ამისა, საბოლოოდ ჩანს, რომ მათ ნამდვილი რადარის დაზიანება შეძლეს. ამ შემთხვევებში შესაბამისად, თუ ძალიან გაინტერესებთ სატელიტური სურათების ნახვა და ასე შემდეგ, გირჩევთ Epic Fury Maps X-ზე, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო გააკეთა და ყველა გეოლოკაცია მოაქცია. მას ასევე იღებენ ბევრი სხვა წყარო, მათ შორის ზოგიერთი კომპანია, რომლებიც სატელიტურ სურათებს აწარმოებენ. მოიწონეს კიდეც, ესე რომ თუ გინდათ მიყვეთ ჩატში ჩაგიგდებთ. აქ პრაქტიკულად ყოველ დღე ქვეყნდება მთავარი ამბები მოვლენებზე, თქვათ შემოწმებელი ტექნიკოსები, ასე ვთქვათ, თუ ჩამოაყოლებთ ქვემოთ, როგორც ხედავთ, ყველაფერი სატელიტური სურათებითაა, ადრე და შემდეგ, როგორც ირანის, ასევე სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც. აქ შეგიძლიათ შეადაროთ და ნახოთ, აი, დაიბომბა X-Red-Set-ის ბაზა, აქ ნახავთ შემოწმებებს და დამატებით გადამოწმებებს. Dinati immagini satellitari del primo. შედარება შეგიძლიათ დააკეთოთ, ბევრი სათქმელი არ არის. X-Red-Set დაზიანებულია, აქ ნახავთ გადამოწმებების გადამოწმებებს. Sia შეგიძლიათ შეადაროთ West Central Command და აჩვენოთ დანადგურება. Ukel Barajamali. ეს არის XZ-ის, ნახავთ გადამოწმებებს, სრული გადამოწმებით. Il danno subito. Ve lo consiglio perché შეიძლება. როგორც ხედავთ, აბუ-დაბიში დაზარალებული მონაცემთა ცენტრი ცდილობს შეადაროს, რომ ნახოს დაზიანდა თუ არა X-Red-Set-ის ობიექტი, იპოვეთ გადამოწმებები და სატელიტური სურათებები, ასევე ვიდეოებიც. შევნიშნე, რომ ბევრი ადამიანი თანამშრომლობს ამ საკითხზე, მათ შორის გეოლოკალიზებული და სხვები. არის ისტორია გადამოწმებაზე, შეგიძლიათ შეადაროთ დაზიანებული ობიექტი აქ. Visto che scusa se ti interrompo, visto che შეგიძლიათ ჩატში Mizar Vision-თან ისაუბროთ, მინდა კომენტარი გავაკეთო. ყურადღებით იყავით X-ზე, რამდენიმე დღის წინ დაბლოკეს, მაგრამ იყო Mizar Vision-ის პროფილი. იპოვით ამ ჩინურ კომპანიას, რომელიც სწორედ აქვეყნებს სატელიტურ სურათებს. და ზოგჯერ უпростоრად სატელიტურ სურათებს. არა მხოლოდ სატელიტურ სურათებს, არამედ კომენტარებით, გადამოწმებით შეგიძლიათ შეადაროთ, რომ ნახოთ, დაზიანებულია თუ არა, ასევე ხევახლა გამოქვეყნებულიც არის. Mizar Vision-იდან, მაგრამ ვაფრთხილებ, Mizar Vision-ი ორიგინალია. დავარქვათ დასავლურ სოციალურ ქსელებზე, ესე ვთქვათ, არის ერთ ჩინურ სოციალურ ქსელზე, რომელსაც Weibo ქვია. ან როგორც არ უნდა იყოს, იმედი მაქვს, სწორად ვამბობ და თქვენ ვერ გააკეთებთ ერთს. ზოგი სურათებს ხელახლა აქვეყნებს და ის მისაღებია, ისინი კალბი წყაროა.
მაგრამ ფრთხილად იხავით, რადგან ზოგჯერ არსებობს კალბი ანგარიშები, რომლებიც თითქოს იღებენ სურათს მიზარ ვიჟონდან, მაგრამ სინამდვილეში ეს სურათები ავთენტური არ არის. ერთი ძალიან გავრცელდა გასულ კვირას, რომ ენახათ X ვიბრეთ Z-ის დარტყმით იპოვეს შემოწმებები ირანელთან შედარებისთვის. თავდასხმა რეალური იყო, მაგრამ სურათი არა, მით უმეტეს. ეს რადარის სურათი უნდა ყოფილიყო და ღრუბლები არ უნდა გამოჩენილიყო. ეს იყო შემთხვევა, როცა Mr. Vision Swiss-ის ოფიციალურ ანგარიშად წამოდგენილი ანგარიში გამოაქვეყნა ეს და შემდეგ დაბლოკეს. იმიტომ რომ გაირკვა, რომ ეს ანგარიში ოფიციალური არ იყო, მაგრამ ამ ომის დაწყებიდან ეს ანგარიში ძალიან პოპულარული იყო, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამ კატეგორიაში. ყოველთვის მუზებნეთ კონტროვერიფიკას შემოწმებები X-ზე. შეგიძლიათ შეადაროთ, ნახოთ და იპოვოთ ორიგინალი პოსტი კონტროვერიფიკას ანგარიშზე. Tanto questa è un attacco che mette in grafica. შეგიძლიათ. In verde ci sono gli attacchi. დაზარალდა ქსიზრეთ, აქ ნახავთ კონტროვერიფიკას გადამოწმებებს, შეგიძლიათ შეადაროთ, ნახოთ, აი დაზარალდა X-Ray-ის ბაზა ამერიკული და ეს არის ისრაელის პასუხისგებლობის ზონა. აქ ნახავთ გადამოწმებებს პოტედეთან ერთად. შედარება ტრამპი მუშაობთ, მაგრამ თუ ნახავთ რამდენი დაბომბვა განხორციელდა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სამხრეთთან შედარებით, აშკარად ჩანს ვინ ჩადო მეტი რესურსი. და ეს უზარმაზარი ძალისხმევა ისრაელელებისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ გამოიყენეს 200-ზე მეტი თვითმფრინავი. იმ 280-300 და რაც აქვთ და დააკვირდით, როგორ არის ირანის პასუხები მიმართული ისრაელის წინააღმდეგ. ისინი ბრუნდებიან, განსაკუთრებით ბოლო დროს. დაზიანებულია, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. გადაამოწმოთ და შეადაროთ, რომ ნახოთ. დაზიანებულია. შეგიძლიათ იპოვოთ გადამოწმებები, გადაამოწმება. შეგიძლიათ შეადაროთ, დაზიანებულია, იპოვოთ გადამოწმებები, გადაამოწმება. აქ განვიხილავთ ორი ქვეყნის ტერიტორიულ დაყოფას, რომლებიც ზონებს იყოფენ და კოორდინაციას ახდენენ. მაგრამ რამდენი ხანია ამ ოპერაციაზე მუშაობდნენ, კითხულობ, არ ვიცი. რადგან ადვილი არ არის დაგეგმო და ბოლომდე მიიყვანო ეს ყველაფერი. კონფლიქტების შექმნით ან სროლის თავიდან აცილებითაც. მოკავშირეებმა ერთი სამიზნის ორჯერ დაბომბვა თავიდან აიცილეს. ფიქრობ, რამდენი ხანი მუშაობდნენ ესეთი კოორდინირებული ოპერაციის დაგეგმაზე, რადგან ეს თავიდანვე ძალიან კოორდინირებული იყო. ელექტრონული ომი, რაკეტების გაშვება და ორი ქვეყნის საჰაერო თავდასხმები. ეს არ არის ისეთი რამ, რასაც ერთი კვირით ადრე გეგმა. ამიტომ ისინი არ ემთხვევა, გარდა შემთხვევისა, როცა ჩართულია B2 სპირიტო. ბომბდამშენების დროს სტრაგელზე გადაფარვა, რაც ისრაელებს არ გამოსდით, ამერიკელები აკეთებენ. მაგრამ რაც შეეხება კლასიკურ საჰაერო ჩარევას, იქნება ეს SED, DED, რაც გინდათ, ყველას თავის კომპეტენციის სფერო აქვს, ამიტომ ზონები ასე დაყვეს, რომ პრობლემები არ წარმოიშვას. საინტერესოა, რომ უმეტესობა ინციდენტებისა ამერიკელებს როგორც მეგობრული ცეცხლის, ისე ტექნოლოგიური ინციდენტები ჰქონდათ. თუ ისრაელები ინციდენტებს სრულად არ ცენზურებენ, ჩვენ ამას ვერ გავიგებთ. მოდი გადავიდეთ იმაზე, რაც F-25-თან დაკავშირებით მოხდა, რადგან ერთი საქმეა მოკლედ საუბარი და სულ სხვა, როცა ცოტა მეტი დრო გაქვს განსახილველად. არა ის, იმიტომ რომ ხალხი სულ წუწუნებს, არა რომ მე გავაკეთე შორტი F-25-ზე. ღმერთო ჩემო, ირანელები იგებენ, თუ მართლა ჩამოაგდეს კიდეს, ასე არ არის. მაგრამ რატო ხდება ეს ისტორია? საინტერესოა, პირველ რიგში რამდენიმე ტექნიკურ საკითხზე დავამახვილო ყურადღება. ჩვეულებრივ, როდესაც ირანელები აჩვენებენ ვიდეოებს ჩამოგდების შესახებ, მაგალითად რიფერის დრონების და ასე შემდეგ, ისინი ვიდეოს სრულად გაჩვენებენ. ანუ როცა რაკეტა ისვრის, მიზანს ხვდება, მიზანი იწვის, ცეცხლის ბურთია
და ამას მთლიანად აჩვენებენ. საინტერესოა იმ ვიდეოში, სადაც F-25 აჩვენეს, უცებ ვიდეო იჭრება. თუ მე მეხებოდა მეხუთე თაობის თვითმფრინავს და ვიქნებოდი ომში აშეთეშუსთან ან ისრაელთან, ნამდვილად დამაინტერესებდა ეს. არა მარტო გადამეღო ყველაფერი, არამედ ნაწილებიც მეპოვა საჩვენებლად. არა ეს არ მოხდარა. დისმენთ ლეონარდო. ვიდეო საჩვენებ. დიახ. მაშ, ვიდეოში ნაჩვენებია გადაღებები ინფრაცითელი კამერით. ეხლა გაჩვენებთ. აი აქ არის. ვიდეო გადაუმოწმებელია და არა აუთენტიფიცირებულია, თუმცა მცადოთ რამე გავიგოთ. ეს ბადე სხვა ვიდეოებშიც გვინახავს, რომლებიც შემდეგ დადასტურდა. არ ჩანს კონტექსტი, ადგილი, სიჩქარე, სიმაღლე. ხედავთ, არ არის საცნობარო ნომერი და კონტექსტიც არაა. მოსმენა როგორც ჩანს დღის პირველ ნახევარში იყო. ხედავთ თერმულ კამერას. ეს ფორმა შეესაბამება თუ არა F-25-ის ფორმას. ხედავთ ასევე უკანა ნაწილში პლუმს, ანუ F-25-ის ძრავის სითბოს კვალს, რომელიც მაინც საკმაოდ შესამჩნევ კვალს ტოვებს. და შემდეგ გვაქვს გადაჭერა, რომელიც ხდება რაკეტის საშუალებით. ხედავთ, ეს არის ხაზი, რომლის უკანაც რაღაცის მსგავსი კვამლია. ეს არის რაკეტის ძრავის ინფრაცითელი კვალი. სავარაუდოდ მოკლე მანძილის მიწა-ჰაერი რაკეტაა ინფრაცითელი დამიზნებით. აქ ხედავთ, აი ეს ალი, რასაც ხედავთ, არის აფეთქების ინფრაცითელი კვალი. ეს სავარაუდოდ ფრაგმენტაციის საბრძოლო ნაწილია, რომელიც გამონაბოლქვის ნაწილს ურტყამს. ამიტომ ეს კლასიკური გადაჭერაა ინფრაცითელი მართვის რაკეტით. შენიშნე, რომ აქ შეგიძლია დაინახო ძრავის კლასიკური გამოსასვლელი, რომელსაც კიდევ ერთი გვერდითი ემატება. ეს შეიძლება იყოს საწვავის, ზეთის ან რაიმე სხვა ნივთიერების გაჟონვა. აქ სინამდვილეში ჩანს, რომ რაღაც მოხდა. გაჩვენებთ კლასიკურ ვიდეოს იგივე ბადით, მაგრამ ნახეთ განსხვავება. როცა ვიდეოებს გვაჩვენებდნენ, ეს არის დრონის ჩამოგდება, მგონი მკვეთრად, ან ისრაელის დრონი. შენიშნეთ, რომ გაჩვენებენ სრულ ვიდეოს, მიყვებიან სამიზნეს დაჭრის შემდეგ, აჩვენებენ ვარდნას, დაწვას და სხვა დეტალებს. ამიტომ გვაქვს ნახევრად დადასტურება ამერიკიდან, სადაც ამბობენ, რომ F-25-ს გადაუდებლად დაეშვა. დაჭრილია პილოტი შაპნელის ჭრილობებით, სავარაუდოდ ირანული სისტემისგან, რომელმაც დააზიანა F-25, მაგრამ ვერ მოახერხა. ამავდროულად ეს ამტკიცებს რაღაცებს, რაც არ ვიცოდით, ის კარგად იტანს სტარტომებს. დიახ, ესეა, რადგან როგორც არ უნდა იყოს, თუ შევხედავთ ყველა თანამედროვე თვითმფრინავის უკანა ნაწილს, ძრავის ნოზლის მხრიდან, გვეზდებიდან დაცულია, დაფარულია სწორედ სითბოს დასაცავად. საინტერესოა, რომ F-25 არც მანევრირებს, არც საწინააღმდეგო საშუალებას იღენებს, უბრალოდ მიფრინავს და პირდაპირ იღებს რა რაკეტას. გამონაბოლქვი დაფარულია, ეს ეხმარება თვითმფრინავის დაცვაში. ისტორიაში ყოფილა, როცა გამანადგურებლები ბაზაზე ნამსხვრევებით დაზიანებულები ბრუნდებოდნენ, გარდა 10-ისა, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. ყველა შეიძლება დაემართოს. ის კარგად იტანს დაზიანებებს. დიახ, არ ვიცოდით, მაგრამ მისი სტრუქტურით ამას ველოდით. უნდა ვნახოთ რა და როგორ დაეშვა. რატო დაფრინავს F-25 ასე დაბლა? იმდენად, რომ ალბათ ამ პატარა სატვირთო მანქანებიდან ერთ-ერთი გამოვიდა ადგილიდან და აფიქსირა, ესროლა და მას არც კი ქონდა დრო, არც ერთი ადრეული გაფრთხილება ან მსგავსი რა. რატომ დაფრინავდა F-25 ასე დაბლა და ასე ჩუმად? F-25-ს აქვს თვითდაცვითი სისტემა, განაწილებული აპერტურის სისტემა. ეს არის სენსორები, რომლებიც 360 გრადუსიან ბუშტს ფარავს, მგონი 6 სენსორია, რომლებიც დაფრინავენ ყველაფერს, რაც თვითმფრინავის გარშემო ხდება და სწორედ შემომავალი რაკეტების ამოსაცნობად გამოიყენება.
თეორიასა და პრაქტიკას, პოლიგონსა და რეალურ ოპერაციულ სამყაროს შორის ყოველთვის განსხვავება. რა ვიცით ჩვენ? თუ პილოტმა ბოლო საათში 50 განგაში მიიღო, შეიძლება ნერვები მოეშალა და 51 უკვე ყალბი არ ყოფილიყო. ან უბრალოდ სისტემის გაუმართავობა იყო, ან თავს მშვიდად გრძნობდა. გაგახსენებ, რომ F-117 სერბეთში ბეთში ჩამოაგდეს შეცდომებისა და უიღბლობის გამო. რატოაც შეიძლება ესეც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყოს. კიდევ ერთი F-117 იმდენად დაზიანდა, რომ მის შეკეთებას ვერ მოახერხებდნენ და გაანადგურეს. ამიტომ ომი ერთნაირად მუშაობს, პოლიგონი სხვანაირად. თეორიას და პრაქტიკას შორის განსხვავებას ალბათ ცოტა ხანში გავიგებთ. ეს ისტორია გვახსენებს, რომ მეხუთე თაობის სტელსი გამანადგურებელი დაუცველი არა. დაუცველია ჩამოგდებისგან, დაზიანებისგან, შეცდომისა და გაუმართავობისგან. დროთა განმავლობაში F-25 აუცილებლად ჩამოეგდებოდა ასეთი ოპერაციული მაჩვენებლებითა და დამოსხივებებით, შეიძლება ეს დაგეგმვის შეცდომაც ყოფილიყო, ფიქრობდნენ, რომ ტერიტორია სუფთა იყო, დაბალ სიმაღლეზე გაუშვეს, 1000 შესაძლებლობა არსებობს. სტელსის ტექნოლოგია მოტოციკლის ჩაფხუტივითაა. თავს გიცავს, დანარჩენს არა. ეს დაუმარცხებელი ჯავშანი არ არის და ეს უნდა გვახსოვდეს. ტექნოლოგიის გაღმერთება არ შეიძლება, არც მეხუთე თაობის. აი დას ის სქემა. მე მხოლოდ ამას ვიტყვი, რეალისტები უნდა ვიყოთ. ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ ნებას ვაძლევ თავს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი რამდენჯერ დაფრინავენ და შეიძლება იმ სიმაღლეებზე, სადაც ეს რისკია. შეიძლება ეს წარმატების ისტორია F-25-ის გამოყენების ამ კონფლიქტში, ჩვენ არ ვიცით ასობით გაფრენას იმ სიმაღლეზე ახორციელებენ, სადაც ეს ინფრაწითელი სისტემები მოქმედებს. ზიანის მიყენებაც შესაძლოა წარმატება ჩაეთვალოს, ამ პირიქით, თუ მხოლოდ რამდენიმე გაფრენა შესრულდა. აღმოჩნდა, რომ რაკეტების გამაფრთხილებელი სისტემა სათანადოდ არ მუშაობს. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება წარმატებად არ ჩაითვალოს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ აუცილებელი არ არის, მეც ვეთანხმები, აუცილებელი არ არის. გავართ F-25-ის კატასტროფის წინაშე. არა, მით უმეტეს, რომ თვითმფრინავი დაზიანდა. სინამდვილეში ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ამ კონფლიქტში გაფრენების რაოდენობა საკმაოდ დიდია. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ გაფრთხილების სისტემის შესაძლო გაუმართავობის ერთ-ერთი მიზეზი ეს შეიძლება იყოს. შემისწორეთ უცდებ ლეონარდო. ეს არის სწორედ ის, რაც პრაქტიკულად საშუალებას აძლევს თერმული მახეების ყველაზე ოპტიმალურად გამოყენებას და თავის არიდების მანევრების დაწყებას. ამიტომ რაკეტა დროულად უნდა იქნეს აღმოჩენილი, ამ შემთხვევაში საუბარია რაკეტაზე, რომელიც გაშვებული იყო მაშინ, როცა თვითმფრინავი ან საშუალო სიმაღლეზე, ან დაბალ სიმაღლეზე იმყოფებოდა. ეს ბოლომდე ნათელი არ არის. როგორც ვიცი, ის რაკეტები მაქსიმუმ 5 კმა სიმაღლეზე ადიან, ამიტომ გაშვებიდან დრო ძალიან ცოტაა. შეიძლება საქმე იმაშიც იყოს, რომ უბრალოდ ის კონკრეტულ რაკეტაზე არ იყო მორგებული, რადგან ეს ირანული წარმოების იარაღებია, რომლებიც უკვე გამოყენებულა. ამ ეტაპზე მგონია მხოლოდ დრონების ჩამოგდება მოხდა. მათ შეიძლება არ კონდეთ გაშვებისას ზუსტად ის თერმული ანაბეჭდის მახასიათებლები, რაც ნავარაუდევი იყო, ან სხვა რუსულ რაკეტებს აქვთ. შესაძლოა ეს შემთხვევა, როცა გაუმართავობიდან ისწავლი და პროგრამულ უზრუნველყოფას გაასწორებ. მომიტევეთ ეს გამოთქმა, რათა მომავალში ეფექტიანობა გაუმჯობესდეს. ასე რომ ესეც არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ეს სისტემა საერთოდ არ მუშაობს. არა, აბსოლუტურად სწორია. და ალბათ ეს იგივე პრობლემაა, რაც ინდოელებს ჰქონდათ პაკისტანელების მიერ გამოყენებულ ჩინურ PL-15-ებთან დაკავშირებით. ისინი მის ინფრაწითელ და რადარის ხელწერას ვერ ცნობდნენ, რადგან თანამედროვე ომი არ იყო. დრო. დაბლა ფრენისაც შეიძლება მოიცნო კიდეც, მაგრამ თუ 20 წამში მოგიახლოდებ. საკმარისია. მოდით მეორე პუნქტს გადავხედოთ. დანიელი ტრამპმა ჯერ ამერიკელების დახმარება ითხოვა, მერე თქვა არ სჭირდება და ყველაფერს თვითონ აკეთებს, ბოლოს კი აღნიშნა, რომ ისინი არ მოდიან. და ასე ევროპელებს ევროპას არ უნდა რომ ჩათრეული იყოს
და ვნახეთ როგორი მუქრებოდა ტრამპი. გაზის მხრივ შეზღუდვა არ უნდა იყოს, ნახოთ მოიწონებათ თუ არა, თუ გაუთიშავთ. ვერ ხვდები კურსის შეცვლა ხო არ დგას ამის უკან, რადგან ბევრი გემი ევროპიდან ეხლა აზიისკენ მიემართება. ესე შემდეგ ჩართავთ ედუარდოს და ლანძარასაც, რადგან ვერ შეძლეს თავიანთი ბაზების კარგად დაცვა სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყანაში. სხვაებიც კითხულობენ, ეს ბაზები უსაფრთხოებას იძლევა თუ პრობლემებს ქმნის, რადგან ამერიკული თავდასხმებისთვის საცხის წერტილად გამოიყენება და მათ უფრო ართავს, ვიდრე იცავს. ვფიქრობ ეს იგივე კითხვა, რასაც ევროპელებიც სვამენ. ჩვენთვის საბედნიეროდ ირანელებს არ აქვთ დიდი შესაძლებლობა ევროპას დაარტყან. ზოგადად ვამჩნევთ, რომ ამერიკელები უფრო მეტად არიან დამოკიდებული ამ ბაზებზე. არ ვიცი რომელიმე პოლიტიკოსი თუ აცნობიერებს ამას, რადგან ტრამპი იმუქრება ნატოდან გასვლით, რაც შეუძლია სენატის გარეშე, ამბობს რომ ჩვენ პარაზიტები ვართ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ასე თუ ისე ყველაფერი ბრუნდება თავის ადგილას. მას ეს ბაზები სჭირდება. ესაც მიუთითეს მასზე. მაგალითად, გერმანიის კანცლერმა მერცმა რამდენიმე დღის წინ უთხრა მას, გინდა შეგვაგინო, დაგვემუქრო, დაგვაშანტაჟო, გვინდოდე, რადგან ეს ურთიერთობა თითქმის შიზოიდურ დამოკიდებულებას გავს. ეს ესე ვთქვათ, ბანალურობად ჟრებს, ეს არ არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საქციელი. ნამდვილად არა. შეერთებული შტატების ისტორიაში ბევრი პრეზიდენტის შეცდომა, რასაც ამერიკულ პოდკასტებში ხედავ, დღეს დილითაც ამბობდნენ, ადარებდნენ ტრამპს და ბუშს. შვილს. ის რამდენიმე დღე პარლამენტში მიდიოდა, რომ ხალხი დაერწმუნებინა ერაღზე თავდასხმამდე. როგორც დასრულდა ყველაფერი, სჯობდა რომ ვერავის დაერწმუნებინა. პრობლემა ახლა იმ მდგომარეობაშია, რომელიც უკვე 15 თვეა ევროპელებისთვის ძალიან სერიოზული გახდა. იმ აზრით, რომ ის თანმიმდევრულად უკვე 40 წელია ამბობს ამ ევროპულ რაღაცებს, პურს ღალატით ჭამს. ჩვენ თქვენი დავიღალეთ, აღარ გვჭირდებით, ევროპელებს კი ზოგიერთი თქვენი სტუმარი დასჭირდებათ. მე ამაზე ვისაუბრე, ეს არ არის საიდუმლო. მაგალითად, გენერალ კამპორინთან, რომელიც ძალიან დიდ პატივს ვცემ, მან მითხრა, რომ ევროპას დამოუკიდებლობის მისაღწევად მინიმუმ 5 წელი დასჭირდება. ასე რომ თქვათ 5 წელს ვიღებთ პერიოდად, ალბათ ბევრად მეტიც კი დასჭირდება ამ 5 წელზე. ტრამპმა იცის, რომ შეუძლია გვარტყას. და ჩვენ ამას ვიტანდით, ჩვენ ვიცით, რომ ის ამას აკეთებს. და სანამ საკუთარ თავს დაცვას ვერ შევძლებთ, ყოველდღე მოგვიწევს ამის მართვა. დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერაც კი. თქვენ ადრე დიეგო გარსიაზე საუბრობდით, მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რაც როგორც ჩანს იტალიურ მედიაში სრულიად გამორჩათ. დაითვალისწინეთ, რომ 1 წლის წინ ინგლისელებმა, რომლებიც წლებია გაეროს ბრძანებით უნდა დატოვონ დიეგო გარსია, ჩვენ თავიდან ვთქვით, ისინი უარს ამბობდნენ მის გადაცემასა და გამოყენებაზე. მინიმუმ წელიწად ნახევარი, 1 წელი, რაც რუბიომ უკვე მისცა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლონდონს მისცა თანხმობა 89 წლიანი იჯარის კომპრომისულ შეთანხმებაზე დიეგო გარსიასთან დაკავშირებით, რომელიც მაურიტიუსს უბრუნდება. ეხლა რაღაცას ამბობ, მაგრამ წარმოიდგინეთ თავი ლონდონში, მოლაპარაკებებზე მყოფთა ადგილზე. ანუ ამერიკელებთან შეთანხმდი ისეთ გამოსავალზე, რომ ფორმალურად სუვერენიტეტი მაურიტიუსს უბრუნდება, 89 წლის განმავლობაში ვერავინ გაგიშვებს, მერე მოდის ეს ადამიანი და გეუბნება, რომ სულელი ხარ ესეთი შეთანხმება რო გააფორმე. შემდეგ მოდის ესპანელი და ამბობს, მომეცი ბაზები ესპანეთში. ის პასუხობს, არა, არ მოგცემ, რადგან ომს აპირებ. და ნატო არის თავდაცვითი ორგანიზაცია. და შენ ამას ბაზებისთვის ვერ გამოიყენებ. ტრამპმა უპასუხა, იმ დღეს უთხრა, მე ჩამოვალ ესპანეთში და მაინც გამოვიყენებ ესპანურ ბაზებს.
ანუ შენ ხავს პოლიტიკოსების სერია, რომლებიც ნახეს დამცირება, კარგი მოპყრობა, შეურაცხყოფა და ასე შემდეგ, რომლებიც რეალურად დიდ გვაფში არიან. რომელსაც მე უწოდებ ევროპას, ანუ ევროპის კავშირი. ზოგ საკითხზე, ანტიმონოპოლიურ კანონებზე და საერთაშორისო ვაჭრობაზე, მაგრამ არა თავდაცვაზე ან საგარეო პოლიტიკაზე. მაგალითს მოვიყვან, შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ასე უკეთ გავიგეთ ერთმანეთს. ეს ისეთია, თითქოს იტალიის რეგიონებში საკმარისი იყოს, რომ ბაზილიკატამ ან ვალდაოსტამ თქვას არა. იტალიის მთავრობა საგარეო პოლიტიკაზე ჩვენ არ თანხმდებით და შენ არ მოქმედებ, ან არ უნდა იმოქმედო. ევროპის კავშირი ნამდვილად დამოკიდებულია 27 ქვეყნიდან ნებისმიერ ერთზე. უნგრეთის შემთხვევა განსაკუთრებით თვალსაჩინოა უკრაინის დახმარების საკითხში, რადგან უნგრეთმა საბოლოოდ დეკემბერში ისინი მიიღო მონაწილეობაზე უარის თქმით რისკების აღების გარეშე. რადგან არჩევნები 12 აპრილს სტარდება, ვიქტორ ორბანი ცდილობს, რომ 16 წლის შემდეგ სახლში არ გაუშვან. ტერაქტის შესახებ, რომ მისი ძალაუფლება გაიზარდოს. შენ მაინც ყავს 27 სუბიექტი, რომლებსაც სუვერენული ძალაუფლება აქვთ. მე კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. მაკრონმა შესთავაზა გრძნობრო თემიდან ვიშლებით და მინდა 2 საათში დავასრულოთ, ამიტომ გაპოთილების თემით დავამთავროთ. აბსოლუტურად ევროპაზე. ბოლოს მაგალითს მოვიყვან. მაკრონმა ატომური დაცვა რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის პოლონეთს, შესთავაზა, სანამ საფრანგეთი გაეროს უშუალობის საბჭოში ადგილს ითხოვს. ის არ უთმობს მას ევროკავშირს, რადგან საფრანგეთს ნამდვილი კავშირის სურვილი არ აქვს. სწრაფად ვილაპარაკოთ ლიბანზე, რადგან ცხადია ამ არეულობაში უამრავი თავდასხმა და გავიხსენოთ, რომ ამჯერად მათ დაავალეს მოსახლეობის მდინარე ლიტანინდე გაყვანა. თუ არ ცდები, ესე მოხდა. რომ წარმოდგენა შეგექმნათ, ვთხოვთ ასე. ეს ომი, რომელზეც ცოტა საუბრობენ, დანარჩენმა ჭრილში მოაქცია. Allora, ვინც ორი კვირის წინ უყურებდა პარაბელუმს, ახსოვს, რომ მაშინვე თქვით, არსებობდა ორი სტრატეგია, ერთი ამერიკული და ერთი ისრაელის. ამერიკული, ჩემი აზრით, ჩახლართულია კომპრომისის ძიებაში, ტრამპს ნამდვილად სჭირდება მისი პება, მისი პოვნა. ირანელებზე დარწმუნებული არ ვარ, რომ მას სჭირდება. ნეთანიაჰუს დასახური ანგარიში აქვს გაზას ვარსკვლავი 47 წლიანი აიათოლების რეჟიმით, რომელთაც პირველ მიზნად ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ჰეზბოლა დაუსახავთ ლიბანში, რომელიც აშკარად უფრო სუსტია ვიდრე ადრე, მაგრამ ამ ეტაპზე სამხრეთ ლიბანში ფანტასტიკურ ნადავლად იქცევა, რადგან ირანს თავისი პრობლემების მოგვარებაზე უნდა იფიქროს. ჰამასი ობიექტურად რთულ მდგომარეობაშია, ჰეზბოლა კი სერიოზულად, თუმცა არა გადამწყვეტად, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად დაზარალდა. სირიამ მათ საზღვარი გასულ კვირას დახურა. მაგრამ მთავარი საკითხი ისაა, რომ ლიბანის პოლიტიკურ სამყაროში შიიტების ნაწილმაც კი თქვა, ეხლა საკმარისია ჰეზბოლასთვის. ჩვენ როგორც ლიბანელები მომავალზე ფიქრი გვინდა, მიუხედავად იმისა, შიიტი, სუნიტი თუ ქრისტიანი ვართ. ჰეზბოლა რთულ მდგომარეობაშია, ხოლო ნეთანიაჰუსთვის ეს მისი ცხოვრების საქმეა და ისტორიის წიგნებში შევა. მისი აზრით, თუ მოახერხებს სამხრეთ ლიბანის დაცლას, ასე მოიქცევა. დღეს დილით ლიტანზე 5 ხიდი ააფეთქეს, იმ მდინარეზე, რომელიც შენ მაჩვენე. 5 ხიდის აფეთქების მიზანი რა არის? თუ მოსახლეობას ლიტანზე ჩრდილოეთით გადაიყვან, ხიდებს ააფეთქებ. ამ ეტაპზე ლტოლვილებს უჭირთ ჩრდილოეთიდან სამხრეთში დაბრუნება. მით უმეტეს, რომ იქ არ მიდიან. ცოტა ხნის წინ დაზვერვის შტაბ-ბინა დაარტყეს სარდლობის ცენტრი. შეხედეთ რა მეთოდებით მოქმედებენ, იმის მიუხედავად, რომ სამხედრო ობიექტს ესხმიან თავს, ყველგან ირგვლივ სამოქალაქო სახლებია,
ეს პირდაპირი განადგურება. აბსოლუტურად. ეს ოპერაცია ძალიან გავს 82 წლის ოპერაციას, შვიდობა გალილეაში. ეს ოპერაცია, სადაც ჩემი აზრით, ისრაელი გაითვალისწინეთ, რომ ისრაელის საზოგადოებრივი აზრი თითქმის მთლიანად ეთანხმება ამ ოპერაციას, რომელსაც ისრაელი ამბობს. ძვირფასო ლიბანელებო, თქვენ ლიბანის მთავრობა უკვე 20 წელია უნდა გაგეხვანათ ჰეზბოლა. და ლიბანელებო, თქვენ არ გეყოთ გამბედაობა და ძალა ამის გასაკეთებლად. ეს ჩვენი შესაძლებლობაა, რადგან ახლა ისრაელი იზოლირებულია. ეს საზოგადოებრივი აზრია, რომელსაც თავად უნდა გაუმკლავდეს. ვიტყვი ასე, არც ამერიკაში უნდა დააკნინოთ ის განხეთქილება და ისრაელის მიმართ კრიტიკა, რომელიც ძალიან ძლიერია. ალორა და მათი გარეთ გამოგდება. დღეს შუა დღეს, ნახეთ, ერთი მინისტრი მგონი კაცი თითქმის უკვე თქვა, რომ მათ იტანის ჩრდილოეთით გადავკრით. იმ ნაწილს ჩვენ დავიტოვებთ. არა ისე რომ გაუშვებთ მათ და ჰეზბოლას ავიყვანთ. შემდეგ ჰეზბოლა ბრუნდება, როცა აქ ვარ ცდუნება ძლიერია. მერე გაქვს ძალიან ცუდი ფრონტი დასავლეთ სანაპიროზე. დასავლეთ სანაპიროზე ხდება ომის დანაშაულები ყველა სახის სამოქალაქო პირების მხრიდან პალესტინელების წინააღმდეგ. დანაშაულები, ამას დანაშაულები ქვია. ამას ამბობს ისრაელის საზოგადოების ნაწილი. რადგან კონსენსუსი არ არის. იმ დროს, როცა ლიბანში შესვლაზე კონსენსუსია, აბსოლუტურად არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, რომ დასავლეთ სანაპირე სოციალური სასაკლაოა. მაშ ეს თელი კომბინაცია, ჩემი აზრით, რადგან მე მასაც ვიცნობდი. 2 საათი მარტო ვიყავი ნეთანიაჰუსთან, როცა ის ელჩი იყო. ეროვნულ დონეზე ვფიქრობ, ეს პიროვნება, ვისაც არ უნდა დააკნინო, მისთვის ეს ცხოვრების შანსია. მისთვის ირანის რეჟიმის დასრულება არ არის მნიშვნელოვანი. უბრალოდ უნდა თქვას, გავარტყი ერთი ძლიერი დარტყმა ღაზაში. მე ისე მოვიქეცი, რომ ვუღალატე პრინციპს, რომლის მიხედვითაც ის ყოველთვის ისრაელის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, ფასის გადახდის მიუხედავად. რეაქციული მემარჯვენე, კონსტიტუციის დარღვევით, ყოველ სამ ნაბიჯზე ვცდილობ დავასრულო საქმე. აქაც ვცდილობს. მგონია, ეს ამბავიც დიდხანს გასტანს. არც შესვენება, არც გამოსავალი. და სწორედ იმიტომ, რომ ლიბანური საზოგადოება შიიტების ნაწილიც კი საბოლოოდ დაიღალა. ხოდ დაითვალისწინოთ, რომ დღეს დილით ლიბანის მთავრობამ გააძევა ირანის ელჩი და ათეულობით ირანელი ოფიციალური პირი და სადაზვერვო აგენტი ლიბანიდან. ამიტომ ლიბანში არსებობს პოლიტიკური ნება, რომ თავი დააღწიონ არა მხოლოდ ჰეზბოლას, არამედ ირანელებსაც, მაგრამ პოლიტიკური ძალა არ აქვთ. იმ აზრით, რომ მათი ალტერნატივა ახალი სამოქალაქო ომია. და მათ შორის, თუ ომს დაიწყებენ, რისკავენ, რომ ნეთანიაჰუს გადასცენ იმ პრობლემის გადაწყვეტა, რომელსაც თავად ვერ უმკლავდებიან და მით უმეტეს ვერ აგვარებენ. კარგი ბატონებო, ორ დრეში დაგიბრუნდებით, რათა უკრაინის ომზე განახლებული ინფორმაცია მოგაწოდოთ, ალბათ 27-ში. ამ არეულობისას უკრაინელებმა ბალტიისპირეთში რუსული სისტემა დაარტყეს, რომელიც მილიონზე მეტ ბარელს ამუშავებდა. ამიტომ ესეც ამძაფრებს კრიზისს, რადგან ისინი ცდილობენ, რა თქმა უნდა, შეამცირონ ის შემოსავალი, რაც რუსებს ამ კრიზისიდან შეუძლიათ მიიღონ კორეანის ზრდის ფონზე. მადლობა ჩვენ სტუმრებს, ლეონარდო ლანძარა, ედუარდო ფონტანა, დანიელე მორო. შევხვდებით 27-ში, თუ არეულობა არ იქნება, მშვიდობიანი ღამე. ნახვამდის ყველას.